საიდან იწყება ეს ყველაფერი? ვინ ხარ შენ? ანალიზურად ჩამოვაყალიბოთ და ვიფიქროთ ერთად. ხო, სხეულის ნაწილია ხელი არ ხარ. მარტო სხეულიც არ ხარ. twini, არც twini არ ხარ. არც სახელი და გვარი, რომელიც დაგვარქვის. რა განსხვავება არის გონებას დაკვირვებას და ცნობიერებას დაკვირვებას შორის? შენ ხარ ის, ვინც უცქერს და რასაც ხედავ, ხდება შენში. უკვე მომხდარი. და შენ ცხოვრებაში რომ ხდება აი ეს და ირს ვაღებთ ამას რა უნდა აქ ჩემთან და ვარ უკმაყოფილო იმითი თუ რა მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემში არსებულმა გაუცნობიერებელმა კერამ, რომელიც შიგნით ისევე აკეთებს განაცხადს, როგორც გაცნობიერებული ნაწილი, მოიზიდა ის, რაც აი ეგ მე ვიღე და დავინახე. და გონებას ამაზე რეაგირება აქვს და როგორც ყოველთვის არის მტკივნეობა. თუ რამეში დარწმუნებული ვარ, ალბათ ეს არის რომ შემთხვევითობა არ არსებობს. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული. შენ როდესაც სხვაზე ნერვები გეშლება, გაღიზიანებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი არის ის, რაც შენში შიგნით გაღიზიანებს. ხშირად ვიდენტიფიცირდებით ხოლმე, რაც ყველაზე სახიფათოა, პოზიტიურ იდენტიფიკატორებად, რომ ვარ კარგი, კეთილი, პატიოსანი, სწორი. მე ძალიან ნერვიულობ კარგ ადამიანებს. კარგი ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აქვს გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი 9 საათი და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ პოდკასტ არეაში. დღეს ჩემი სტუმარი არის უკვე მეორედ ჩემი მასწავლებელი დავით კანდელაკი. გამარჯობა დავით. სალამი, შენ მასწავლებელი, შენ როგორ ხარ? კარგად, თავად მეც კარგად. ასევე მეტყვი ჩემს მაყურებელს, რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარდგენი არის მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ცნობიერების პრინციპებზე. თუმცა რას გულისხმობთ ამაში, ამას გავშლით მთელი ეპიზოდის განმავლობაში, მაგრამ მე მინდა რომ დავიწყოთ აქ ერთ დავამატებ, რომ რატომ მიყვარს შენთან საუბარი და რატომ მომწონს შენი აზროვნება, ესე ვთქვათ, და იმიტომ რომ ყველაფერს ასაც ლაპარაკობ, შენი პრაქტიკისგან გამომდინარე საუბრობ, რა, ანუ შენი მიგნებები არის და შენი დაკვირვებებია. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულად პატივსაცემია, რა მოკლედ ამისი თქმა მინდა. და საერთოდ პირველი ჩემი კითხვა ეგეთი იქნება, როგორ მოხვედი აქ. ანუ აი ამ დაკვირვებამდე რა გზა გაიარე და როგორ რა მიგიყვანა აქამდე, რომ ესე გადაწყვიტე, რომ ამ ყველაფერს დააკვირდე და შეისწავლო. ჯაღარათმემა არა სუზამთი. მეორდება რა ხან მეორდება მოვლენები. და როგორც ხშირად გткиვა განმეორებითი მოვლენები. ამან მაიძულა რომ დავკვირებოდი. ხო, იმიტომ რომ ეს რო არ ყოფილიყო არც დააკვირდები საბოლოო ჯამში რა და მთელი თავისი ტკივილის მექანიზმი, რომელსაც დღეს ახლა მე და შენ ერთად გავაანალიზოთ კიდე ერთხელ, გავიაროთ, ვიმსჯელოთ და ერთმანეთთან ცოცხლად დაიბადოს ეს პროცესი კიდე ერთხელ. ხო, იმიტომ რომ ეს რომ არ ყოფილიყო არც დააკვირდები და ნამდვილში ძალიან წვეთავს რა. ხო, წვეთის პრინციპი როგორ არის რა, რომ როწვიმს თუ დაკვირები ხარ რა, წვეთავს ერთ წკაპ და ინტერვალების მეორდება და თუ ორი წვეთი ერთად ჩამოვიდა, ესე იგი ალგორითმი და პროგრამა მუშაობს. და ამის რომ ჩააკვირდები მიხვალ სადღაც, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება. თავისი ისეთი აქვს ნიშა, ხასიათი, ალგორითმულია და შესაბამისად მექანიზმია. მექანიზმი არის მდგომარეობა, რომელიც რამე ხელსაწყოს მუშაობის კანონზომიერებას ისწავლის. და ამიტომ რაღაცებს დავარქვი პრინციპები და რაღაცებს მექანიზმები. ზოგადად პირობითი აბსოლუტურად პრინციპი და მექანიზმი და შესაბამისად შენ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ მაწუხებდა ცხოვრებაში ბევრი რამე, ამიტომ დავიწყე ამის დაკვირვება და მონიტორი. ესე გახსოვს აი პირველად როცა აღმოაჩინე შენ თავთან აი რაღაცა პატერნი თუ რასაც ეძახიან პრინციპი რა, როცა მიხვდი რომ აი როცა გაჩერდი და ცოტა გვერდით გაიწე და შეხედე რომ აი რაღაცა მეორდება და რა ხდება. აი ეგ მომენტი გახსოვს შენ თავში? ხო, მრავლობითი იყო ძალიან ბევრი.
ბევრი ერთად შეამჩნიე? ბევრი ერთად შევამჩნიე. იმიტომ რომ როგორ იყო განცა რომ მანამდე რაღაც ინფორმაცია სულ იხარშება ჩვენში. სულ რაღაცას ვეცნობით, რაღაცას ვაკვირდებით და რაღაც მომენტში ნათდება. და რომ ნათდება ელექტრულად, ასე ელექტრულად რომ წარმოიდგინოს ყველაფერი, მიხდება ჩვეულებრივი ფორმულა და ალგორითმი, რომელიც უკვე დაწერილი იყო და ისე მუშაობს რა და მთელი მუღამი ამისა მდგომარეობს იმაში, რომ მანამ სანამ დაწერილ ალგორითმს ვერ ნახავ, ახალს ვერ გადაწერ, ის სულ იმუშავებს მანამ. აი დაწერილი როცა იყო ამ ფრას გულისხმობ, სად იყო, როგორ იყო დაწერილი? და საქმეც მაგაშია, რაზეც დღეს საუბრობთ ჩვენ ეს არის რა. საიდან იწყება ეს ყველაფერი? მოდი ხა გაერთად განვიხილოთ და მოვანთოთ ცეცხლი შეიძლება ითქვას რა. ეს კითხვაზე რა. კითხვაზე რო დაგისვა კითხვა. ვინ ხარ შენ? მაშინ რო იგივე კითხო მე რო ვინ ვარ მე? ეხა ამ ანალიზურად ჩამოვაყალიბოთ და ვიფიქროთ ერთად. ხო, სხეულის ნაწილია ხელი არ ხარ. ხელი სხეულის ნაწილია. ხო ესეა. მარტო სხეულიც არ ხარ. არ ხარ მარტო სხეული. მაშინ ვინ ხარ? ტვინი, ხო, ტვინი ნერვული ორგანოა და არც ტვინი არ ხარ. რომ მივყვე კიდევ უფრო მეტად ხო არც გონება არ ხარ რა. მაგრამ შენი ინსტრუმენტია ეს ყველაფერი რაც შემოთვალეთ სხეულით ტვინით მასში არსებული გონება. გონება რა არის მოდი ერთხელაც გავანალიზოთ. განსხვავება ტვინსა და გონებას შორის. ეს რაფერი ჭიქა ხა ხო შევაფასებთ რომ მოყვითალო რაღაც ხო ეს კრემისფერი თეთრი ძირია თეთრიანი თუ ფიზიკური ტვინის დაზიანება არ არის მილიონიდან მილიონ შემთხვევაში აღქმა რომ ეს ჭიქა იქნება ესე შეფასებული და ეს არის ტვინის მდგომარეობა ხო ეს თვალი დაინახავს ამას შემოვაქმნა და ტვინი დააფიქსირებს რომ ეს ჭიქა შესაბამის ფორმით და შენი და ჩემი ტვინის ერთნაირად შეთანხმდება იმაზე რომ ხო ეს არის ჭიქა მაგრამ აღქმის შედგათ როდესაც ტვინი იტყვის რომ ეს ჭიქა აი იმის მერე შენ ნეირონებში ფიზიკურად და ჩემს ნეირონებში სხვადასხვა ნეირონული კვანძი ამუშავდება შენ გექნება ჭიქის დანახვის შედეგად შენი ინდივიდუალური ინტერპრეტაცია ჭიქასთან დაკავშირებით და სწორედ ინდივიდუალური ინტერპრეტაციის პრეროგატივა არის გონება მეჩემ. და ეს იქნება ჩემი წარსული გამოცდილებით ინტერპრეტაცია ჭიქასთან დაკავშირებით. რომელიც წარსული გამოცდილება, რომელიც უკვე ნეირონულ კვანძებს უნიკალურ ნეირონულ კვანძებს საბამს ჩვენს სხეულში. ხო გონება რა არის? ინდივიდუალური ინტერპრეტაციის მექანიზმი. შემფასებელი ორგანო ასე ცალკე აღებული ტვინის გარეშე ის არ მოხდეს, მაგრამ მაინც არის. და არც გონება არ ვარ, ხო? და არც სახელი და გვარი. რომელიც დაგვარქვეს. თუ მანამდეც ვიყავით. და ამის უკან რომ გამოხვიდე, ესე სიტყვით მაგრამ ეცამი მანამდეც ვიყავით, შეგულისხმობ, ყველაფერი ძალიან დავშალოთ რა. დავშალოთ. იმიტომ რომ ეხლა მე და შენ ბევრი გვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ შენ ერთმანეთის გვესმის და მაგრამ არც ჩვენ გვიყურებს კიდე ძალიან ბევრი ადამიანი და მათთვის დავშალოთ. მაგამდე ვიყავიში ვგულისხმობ მუცელში რო იყავი? მუცელში ხო იყავი. ხო, სანამ დაგარქვდნენ. ხო. რომ დაიბადე. შეიძლება მე-5 დღეს დაგარქვა სახელი. ხო. ნადეც ხო იყავი. სახელი და გვარი. რაზეც ჩვენ ვიდენტიფიცირდებით არც ის არ ვთვალოთ ხო? და ის ყველაფრის აღებული, ერთად აღებული დგას საკუთრივ არსზე, რასაც ქვია ცნობიერება.
ანუ სული. ხო, აი ეს ნუ მეკითხეთ ცნობიერება ანუ სული. რაც გინდა და არ ქვი. შენ რაც ხარ ეგ არის. და როდესაც შენ სუნთქავ, როდესაც შენ ფიქრობ რაღაცას. როდესაც შენ ამ ყველაფერში ოპერირებ, შენ ხარ ის, ვინც საკუთარ სხეულის სუნთქვას უსმენს. ან შენ ხარ ის, ვინც აკვირდება თუ როგორ რეაგირებს გონება. ეს არის. ხო. სიტყვით გაიგო ცოტა რთული ალბათ. ან მე არ მყოფნის სიტყვები, რომ აღხსნა რა არის თავაცნობიერება. შენ აი ეს რაც ხარ. ყველაფერი ერთად. თუმცა ეს ხელის, ფეხის, გონებად ყველაფერი შენ ხარ, ხო? ანუ ჯამი ხარ ყველაფრის ერთად. ყველაფერი ერთად. აღებული შენ ხარ რომლის ყველაფრის წყარო თავაცნობიერება. ხო. ყველაფრის და დანარჩენი ინსტრუმენტია. დანარჩენია. ისიც შენია, ხო? შენგანწილი იმის შედეგია. იმის ქმნილება, ცნობიერების ქმნილება. ყველაფერი. მისი იერსახეა აბსოლუტურად. და ეს ცნობიერება მატერიალურით ასე რო აიღო, ხო? ვერ ეხები, ხო? ვერ ეხები. მაგრამ არის. ის რაც ანათებს, ის რაც აშუქებს, ის რაც უცქერს, ის რაც ყველაფერს აკეთებს ერთად აღებული. და ეს ამის არევა გონებაში ძალიან მარტივია. არევა? ხო, ძალიან მარტივია. ან რაც გულისხმობ და გონებასაც შეუძლია დააკვირდეს თავის ინდივიდური მექანიზმით, მაგრამ შენ შეგიძლია დააკვირდე თუ როგორ აკვირდება გონება ობიექტს. რა განსხვავება არის გონებას დაკვირებას და ცნობიერებას დაკვირებას შორის? რა განსხვავება და გონება პირდაპირ შეფასებაზე და რეაგირებაზე გადადის. და შენ ხარ ის, ვინც უცქერს თუ როგორ რეაგირებს გონება. ანუ მაგალითად მე თუ გავბრაზდი რაღაცაზე, ჩემი ცნობიერება აკვირდება როგორ ბრაზდები მე იმ მომენტში. როგორ რეაგირებს გონება ხო. კონკრეტულ გამღიზიანებელზე, ხო. პაუზას რომ იღებს ის არის. და თუ პაუზას არ ვიღებ, გონებაში ხარ რეალურად. სუმანტარი. და შენ ხარ ის, ვინც უცქერს. და რასაც ხედავ, ხდება შენში. გარეთ რასაც ხედავ, ხდება ჩემში. უკვე მომხდარი. აი საგვიხსენი რას ნიშნავს უკვე მომხდარი? წარმოიდგინე ხომ ჩვენ ნუ თქვით რომ ცნობიერებას ესე ფორმა არ აქვს. შეგინია. ესეც შეგვიძლია ვთქვათ რომ სხეულის გარეთ ცნობიერება არ უნახავს არავის. სხეულში. სხეული არ არის, მაგრამ არის. ცნობიერება და ფორმა არ აქვს, მაგრამ მოდი ახლა წარმოვიდგინოთ. წარმოვიდგინოთ რომ ამ ცნობიერებას აქვს რაღაც უჯრედის ფორმა თავისი გარსით. შეგიძლია რაღაც ბირთვი, მიტოქონდრიები და ასე შემდგომ. და არის შიგნი ნაწილი ცნობიერებაში. როდესაც ცნობიერება აცნობიერებს საკუთარ თავს. და არის მაშინ ნაწილი, რომელიც მისთვის არის უცნობი და არის გაუცნობიერებელი. და ეს ყველაფერი ავლენს საკუთარ თავს, ისე როგორც ხდება შიგნით. ხან დილელა მივყვეთ ამის გაგება ცოტა რთულია. კი. მაგრამ მივყვეთ და გავანალიზოთ და ვეცდები რომ გახდეს ნათელი. ხომ? შიგნი ცნობიერებაში ყველაფერი არსებობს ერთად. შენ ხარ თავად ცნობიერება და შიგნი არის გაუცნობიერებების შიშის კერა. შიშის კერიდან წამოსული მიჯაჭვულობის კერა, სირცხვილის კერა, დანაშაულის შეგრძნების კერა. კიდე რაღაცა კერები, რომელიც არის უცნობი, იდენტიფიკაციის კერები. თუ ცნობიერება რასთან აიგივებს საკუთარ თავს.
ეხა ყველაფერს ერთად გამოვისვრი მიდი. და ნელა მიცემა სარკე. მმ. და შევეხები განაცხადის მექანიზმს. განაცხადის მექანიზმი მდგომარეობს შემდგომში. ვეღურებ რა შეიძლება იყოს განაცხადის მექანიზმი? ეს არის გაცნობიერებული განაცხადი და გაუცნობიერებელი. მაგალითად შენ შენთან არ მოვა არავინ ვინც გეტყვის რომ იაპონური მასწავლე ომ არის ასე. რატო? იმიტომ იაპონური არ ვიცი. ეს ერთი რომ იაპონური არ იცი. იმიტომ არ მithkoms რომ იაპონური ვიცი. არ გითქვამს რომ არსად არ გითქვამს, ანუ შენ ცნობიერებაში არ არსებობს კერა რომელიც შინაარსობრივად არის ესეთი რომ მე ვარ იაპონურის მასწავლებელი. იაპონური ვიცი, ანუ ეს კერა შენ ცნობიერებაში არ არსებობს. იმიტომ არ ვიცი. დარც არის. და ანუ შენი არ არის. ეს ინფორმაცია ცნობიერებაში არ არის, რომ იაპონური მან დევს, ხები? მომყვები? ხო. მე ერთი წამი აქ მოყვები, მაგრამ მაინც კი უნდა ჩავიდეთ მანდ. კერა არ არსებობს, იმიტომ რომ მე იაპონური არ ვიცი, ანუ რეალურად არ ვიცი, არ მისწავლია, არ დავждარვა, არ წამიკითხავს. რაც იდენტიფიცირდები იაპონურთან. არც იაპონური სპეციალისტთან და არაფერ მსგავსთან. ხო, ეგ არ არის. კი. და რახანი გარ არის, შენ ცხოვრებაში არ მოვა არავინ, ვინც გეტყვის რომ მასწავლე იაპონური. ხომ ასე? კი, 100%-ით. ოკეი. შენში რაც ხდება? ადრე რას მუშაობდი გამახსენე? მარკეტინგში ტრიალებდი. მარკეტინგში რო ტრიალებდი გექნებოდა რაღაცა შემოთავაზებები, ხომ არის ასე. ეხლა პოდკასტ სივრცეში ხარ და აქიდან გაქვს ბევრი რაღაცა შემოთავაზებები და მსგავსი. რატო ხდება ეს ასე გონს? იმიტომ რომ ჩემი თავი გამოვაცხადე რომ მე ამ მარკეტინგში ვარ. ანუ პოზიციონირება გავაკეთე, რაღაცა მიკუთვნებულობა გავაკეთე რომელიღაცა მიმართულებაში. შიგნი ეგ ხდება და იზიდავ. ხდება და იზიდავ. ანუ ცნობიერებაში უკვე მომხდარია და რომ მომხდარია ცხოვრებაში ირეკლება, რეალიზდება, იზიდავ და ხდება. ჯერ იქ მოხდა და მე აქ რეალიზდება. და რასაც ჩვენ ცხოვრებაში გამოვცდით, ის დიდი ხნით ადრე უკვე მომხდარი იყო ცნობიერებაში. დიდი ხნით ადრე რას ნიშნავს? დროის ფაქტორის ეხა ნუ ჩამეჭიდები, მაგრამ გამოუშვებ ცოტა ხანში. კარგი. უკვე მომხდარია. იმისათვის რომ რეალიზდეს რაღაცა დრო ჭირდება. შეიძლება იმ წამში მოხდეს, იმიტომ რომ მისთვის დიდ დროსაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა სიტუაციურად ეგეც განსაზღვრულია. მივიდეთ მაგამ. ხო, ეს ბოლოს რა თქვი გასაშლელია. გავშალოთ. ნახე უყურე. იაპონურზე არ მოგაკითხავენ. იმიტომ რომ შიგნი არ ხდება. გაკითხავენ პოდკასტის თემებზე, იმიტომ რომ შიგნი ხდება. შენ ეს გაცნობიერებული განაცხადი გაქვს. რომ ეს რაც შიგნი ხდება შენი საქმე თვალსაზრისით, შიგნი ხდება, ანუ ამის განაცხადს აკეთებ. ყველა ეშელონზე მატერიალურად, ემოციურად, მენტალურად და შესაბამისად იზიდავ. ანუ ნიშნავს შემდგომს, რომ შენ ცნობიერებაში არსებული გაცნობიერებული კერა აკეთებს განაცხადს. და გაუცნობიერებელი ამ დროს რას აკეთებს? იმასაც აქვს გაკეთებული განაცხადი აუცილებლად. და შენ ცხოვრებაში რომ ხდება აი ეს და პირს ვაღებთ ამას რა უნდა აქ ჩემთან და ვარ უკმაყოფილო იმითი თუ რა მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემში არსებულმა გაუცნობიერებელმა კერამ, რომელიც შიგნი ისევე აკეთებს განაცხადს, როგორც გაცნობიერებული ნაწილი, მოიზიდა ის, რაც აი ეგ მე ვიღე და დავინახე. კი. და გონებას ამაზე რეაგირება აქვს და როგორც ყოველთვის არის მტკივნეული. მტკივა. კი. ეხა მივყვეთ მათ. და გაუცნობიერებელი რადგან არის, მაგიტომ მე მგონია, რომ არაფერი არ გამიკეთებია იმისთვის ის რომ მომხდარიყო რაც მოხდა, ხო? და მეთქია. ხო. იმიტომ რომ ნახე უყურე როდესაც ცნობიერებაში ხდება
იმისთვის რომ შემდგომ იმან შედეგი მოიზიდოს, შენ აღარაფერი აღარ გჭირდება, თავისით მოხდება. ეგ დამიპაუზე, რომ არ დამავიწყდეს ამის მოყოლა უძალისხმეო ნაწილისა. კი. მომყევი ხო ბაგაში, ანუ გაცნობიერებული ნაწილის განაცხადი და გაუცნობიერებელი ნაწილის განაცხადი. მთელი ჩვენი არსი ცნობიერება, სწორად გინდა დავარქვი, ყველაფერი აკეთებს განაცხადს. და შიგნი რაც ხდება, ის მოხდება ცხოვრებაში. აი რეკლავ, პირდაპირ აი რეკლავ. ახე გაუცნობიერებელი ნაწილის განაცხადის შედეგად რომ მოხდა ცხოვრებაში, გონებას რეაგირება აქვს, რომ ტკივა. მოდი ვნახოთ ახლა რა არის ტკივილის მექანიზმი. და მივყვეთ ყველაზე მარტივიდან. სხეულში შეგერჯო ხიჭვი. პატარა. თვალით ვერ ხედავ. სადღაც ხელს შეეხები და სენსორულად აღიქვება უხერხული მგზნობელობა და გეთკინება მყისვე. აქ უნდა ისმევა ფუნდამენტური კითხვა. რატომ გტკივა? ხიჭვი, რომელიც პატარა. ტკივილი არის მედიუმი უცხო სხეულსა და შენს გონებას შორის, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ის ხიჭვი, რაც აქ არ უნდა იყოს. და ამიტომ გტკივა. ხიჭვი. გტკივა იმიტომ, რომ სხეული მთელი არსით გეუბნება, რომ ეს არის ის, რაც აქ არ უნდა იყოს და ამიტომ გტკივა. და გიკეთებს ყველაფერს, რომ ყურადღება მიაქციო, აიღო პატარა ნემსუკა, ამოიღო და რომ ამოიღებ აღარ გტკივა. ხიჭვი დაიმახსოვრე. შიგნი რაღაცა რომ არის სხეულში, კერა პათოლოგიური. სიცხეს მოგცემს, ხო? ტემპერატურას გიჩენს. ტემპერატურა სისუსტეა, უსიამოვნო შეგრძნება. ან ტკივა. და ტკივილი და ეს ყველაფერი ტემპერატურა გეუბნება, რომ არის შიგნი რაღაცა, რომელიც მანდ არ უნდა იყოს. ეხა ეს გადმოიტანე გონების რეაგირებას, რომლის შედეგადაც ჩვენ ცხოვრებაში გვტკივა. და რატო გვტკივა? იმიტომ იქ არ უნდა იყოს. და მომხდარის ხას რომ გაყვე. ჩამოხვალ თავად ცნობიერებამდე და ნახავ, რომ შიგნით არის რაღაცა, რაც მანდ არ უნდა იყოს. მაგალითად, შიში, სირცხვილი, იჯაჭვულობა. და მანამ სანამ ეს იქნება აქ და ცნობიერება თავად არ გააცნობიერებს მას გაუცნობიერებულ კერას ბოლომდე, ცხოვრებაში გვეთკინება ყოველთვის. რადგან ტკივილი, რომელიც ყოველთვის მოხდება, ამის შედეგად და მას ვერ შეინარჩუნებ, ვერც გააჩერებ. სულ გეთკინება მანამ სანამ გაუცნობიერებელი კერა იქნება ცნობიერებაში. და მას რომ მიყვები, ნახავ, რომ შიგნით არის მანდ რაღაცა, რაც მანდ არ უნდა იყოს. ისი ადგილი არ არის. არ არის. და ეხლა მაგ მსჯელობით ესეთი რაღაც შიში, მიჯაჭვულობა და რაღაცები საერთოდ არა ცნობიერების ჯანსაღი მომენტი არ არის? რა შეიძლება იმიტომ რომ იყოს? ყველა ვარიანტი გიტკივა, ხო? სულ გეთკინება, ხო რა საწავა. ნებისმიერი რამე, რაც მანდ არ უნდა იყოს, ყველაფერი გეთკინება. რაც მანდ არ უნდა იყოს, ყველაფერი გეთკინება და რაც არის ის უმტკივნეულო უძალისხმეოა. თავის თავადია და არის მსუბუქი და ეს სიტყვებიც კი არ კმარა იმისთვის, რაც ახლა ვთქვი მე. აი უძალისხმეოში რას გულისხმობ? რაზეც ჩავინიშნეთ და გავუშალოთ. ახლა
საოცრება რა ორი საოცრება იცი რასაც გონების კონტროლი აღარ ჭირდება მე რაც თავის თავადად არის და აღარ ჭირდება ძალისხმევა იმისთვის რომ მე მოხდეს რამე მოდი გავშალოთ თუ ჯერ როგორ ხდება ეს ნაწილი და მე მივიდით მაგამდე ამ ჭადრაკის მექანიზმი მივადგეთ რემ გამოვისვრი ახლა უბედურებას ხა სიუჟეტ შევცვლი თუმცა შინაარსი არის ეს ჭადრაკის მექანიზმის ერჩემს კარგ ნაცნობს მოზდის თავში იდეა რომ მას უნდა კაფის გაკეთება კაფე რესტორან ყავს გონების ხომ მეორე კაფის გაშალოს თავისი საქმიანობა გონების ეშელონში ლოგიკური და მიზეზობრივია ხო ესე ემოციურად სასიამ მატერიალურად ბენეფიტური ხომონყვები ოკეი ყველაფერი ოკეია რომ ადამიანს უნდა რომ გახსნას და გააფართოვოს თავის საქმე ეს იდეა მოვიდა რომ მოვიდა მას მოყვა თავისი შესაბამისი ენერგია აზრი და ენერგია აქაც რეალს ნო ამ იდეამ და ენერგიამ გადადგა პირველი ნაბიჯი ჭადრაკის მაგიდას ცხოვრებაში რომელსაც მოყვა შესაბამისი რეაგირება იმისათვის რომ გავხსნა კაფე საჭირო რაღაცა კომერციული ფართი შებზარეული ისა ინფრასტრუქტურასაც ვაკეთებ ანუ გადადგი ნაბიჯი ეს მინდა და მოყვა ამას რეაგირების მერე შენ აკეთებ ახალ ანალიზს მენტალურს ემოციურს ფიზიკურს ყველანაირს აკეთებ და დგამ კიდე ერთ ნაბიჯს რომელსაც მოყვება კიდე ერთი რეაგირება შენომ შემდგომ კიდე შედეგი რეაგირება ნაბიჯი და მეშვიდე სვლაზე ხვდება მას სიტუაცია სადაც კომპლექსი შედის ერთ ქალთან კომპლექსში რო შედის ამ ქალთან ეხლა უკან რო წამოვყვე ვიზეთ საუბრობ ამ ადამიანზე ყველაზე ჰუმანური ადამიანია ვინც კი ცხოვრებაში მინახავს და ამ ჰუმანურ ადამიანს კონფლიქტი მოდის ამ ქალბატონთან და სიტყვიერ შეურაცხყოფას იღებს თუ აყენებს ამ ქალბატონს ის ქალბატონი იღებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ეს აყენებს როდესაც მისგან ეს თითქმის წარმოუდგენელი მოვლენა შედეგად ამისი ამ ქალბატონის ახლობლები ამას ფიზიკურად უსწორდებიან გალახავენ და ამის პასუხად ეს მოიხმარს ნარკოტიკს ხდება შემდგომ როდესაც სუსუთავიდან ნაბიჯს რომ დგამდა მაშინ და თქვა რომ მე მინდა კაფის გაფართოება იყო სისტემური ტყვილი მას მოხმარება უნდოდა და იმისათვის რომ მოეხმარა დაჭირდა ჭადრაკის სვლები და მივიდა იქ სადაც მივიდა ამიტომ ის იდეა რომელმაც შექმნა იდეა რომელმაც შეიქმნა რომ მე მინდა კაფე უკან რომ მიყოლოდი გზად თუ საიდან წარმოიქმნა მოხვიდოდი იმ კერასთან რომელსაც მოხმარება უნდოდა თავიდანვე ანუ შექმნა სტრესული სიტუაცია სადაც გაქცევა და დაწყნარება ხო იპოვო ანუ ფიქრმა შექმნა მე ეგ სიტუაცია არა ნახე ერთ წუთს მოვყვები შიგნით არსებულმა ამ კერამ ხო შექმნა ფიქრი რომ მინდა კაფე და ეს კაფის
იდეა უკან რომ მოყოლოდი თუ რატომ მინდა კაფე მიხვიდოდი იმასთან რომ გინდა მოხმარება სინამდვილეში მაგრამ გონების ეშელონზე აი აქ პირდაპირ აღიარო რომ მოხმარება გინდა ზართულია თითქმის მიუღებელი ამას ეს ხო გონება თავის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციით ბევრ რამეს გიკეტავს მიუღებელია და ცუდი საქციელია ასე შემდეგ ამიტომ მას ჭირდებოდა ეს გზა იქ ხნახე მივიდა იქამდე რომ აი ნახე წემის სოდოვარ რა ვქნა ოიხმარ და გზად მანამ სანამ კაფის იდეა დადგებოდა მას რომ ეგულწბელა ანუ ჩაყოლოდა თავის აზრის წარმოშობის პირველ წყაროს დადგებოდა ნათელი ნახავდა რომ სინამდვილეში ეს არის წამოსული იქიდან რომ მე მინდა მოხმარება და როგორც კი ამას დაინახავდა მას ეკნებოდა არჩევანი მოიხმარა თუ არა და რახან ეს არ მოხდა მას უკვე არჩევანი აღარ ჰქონდა უკვე ჭადრაკი იყო გათამაშებული მე-7 სულაზე გავიდა დამკაში ხო და იცი რა რადგან მის ცნობიერებაში არსებობდა ის რომ მას მოხმარება უნდოდა კაფე არ იქნებოდა და სხვა რამეს ითამაშებდა რომ ბოლოს მაინც მანდ მისულიყო რას ვიცახი იცი ეს კაფე ხო რაღაც ზუსტად მექანიზმი ან საშუალებაა რომ მე ბოლოსში მაგაში მისულიყო მაგრამ რადგან მასში ეგ სურვილი ისედაც არსებობდა გაუცნობიერებელი იმან შექმნა კაფის იდეა ხო და კაფის იდეა არა და მე სხვა რამე შექმნა თუ კაფე არ იქნებოდა სხვა რამე იქნებოდა ხო რომ მაინც იქ მისულიყო აუცილებლად ეს მოხდებოდა მაგრამ ის იდეა რომელიც შიგნი ამ თავისი ნაწილისგან წამოვიდოდა რომელსაც არ უნდოდა მოხმარება კი თვით კმარია ის კმარი იმ ფიქრს შეგიქმნის რომელიც მიგიყვანს უძალისხმეობამდე რომელიც არ გეტკინება თავისთავადია მსუბუქია ანუ ეხლა რას ამ შენ რომ მაგალითად მას რომ აჯერ პირველი კითხვა ეგეთი მქონდა შენ თქვი ესეთი რაღაცა რომ ის რომ თავისთავად ჩაყოლოდაო ამ მას ფიქრის პირველ წყალს ჩაყოლოდა მივიდოდა არჩევანამდე მოეხმარა თუ არ მოეხმარავდა ეს რას ნიშნავს ანუ როგორ მივიდოდა მასში თუ ეს სურვილი არსებობდა და აღმოაჩენდა სურვილს იქო გადაწყვიტავდა მოეხმარა თუ არ მოეხმარა ნახე გვანც ერთწუთი გონებაში მას დაუფიქსირდა რომ კაფის გაკეთება უნდა ხო ესეა სინამდვილეში რა უნდა მოხმარება და კაფის გაკეთება მიზეზობრივია ხო აქ იმალება სიმართლე და რა ამის ეს რო გადაწიო ფარდა თუ რატომ მინდა კაფის გაკეთება ყოველთვის ზიდო მაგი და თუ მაგას დაინახავ მე რეგა გარჩევანი რამე თუ კაფეს თუ გაკეთებ არჩევანი აღარ გაქვს ხო მაგრამ აი ნახე მე თუ კაფის იდეა მივიდა რომ გავაკეთო ხო ანუ რეალურად მე ხო ქმედებამ დამანახა ბოლოს რომ მე მოხმარება მინდა კი თუ ეს ფიქრი და ქმედება არ არსებობს მე როგორ მივხვდე იქ რა იმალება ჩემს ცნობიერებაში მაგაშია ხო აი ეს ნახე რა კაი რამეს ყვები ხო გეტკინა გაეტკინა რა და როგეტკინა მე მივხვდა ხო და მაგას ნახე მთავარია რომ გეტკინოს რეალურად ხო ხო მაგრამ მანამდეც ხო შეიძლება რომ ეს მოხდეს უბრალოდ ჩვენ არ გვართ გამეცადინებული იმაზე რომ ჩაურმავდეთ იმ ფიქრს რომელსაც მოდის თუ საიდან მოდის ეს პირდაპირ რეაგირებთ რა მე რაც მოხდება მეთქინა ესე იგი ვაიმე ესე ყოფილა ხო იმიტომ რომ ჩვენ დაკვირვება არ გვაქვს ჩვენ ფიქრებზე იქნება არ ყოფნის ცნობიერება რომ დავინახოთ თავიდანვე ხო ნახე ერთი წუთი ნახებია ნახე კონცა შეხედე ერთი წუთი ხო გაგვიკეთებია რაღაც საქმე რომელიც პროცესშივე იყო რთული და პროცესი მე როცა ჩვენ გავაკეთეთ პროცესში ცნობიერებაში მოხდა რაღაც
კონკრეტულად ის რომ მან უფრო მკაფიოდ და ფართოდ დაინახა და ფართო ხედიდან ჩვენ ყველას გვითქვია რომ ბიჭო აი ესე რომ გამეკეთებინა იქნებოდა უფრო მარტივი. და იქნებოდა და არის უფრო მარტივი ეს ხო ნიშნავს იმას რომ თავიდანვე იყო ასე. შესაძლებელია რომ მარტივი უბრალოდ ჩვენ ვიყავით ის ვინც ამას ვერ ხედავდა და დაშვების დონეზეც კი არ დაგუშვია რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მარტივი. ხო კი ბატონო მე შენ მოგყვები და არც მე მაგ ის მექანიზმი ცნობიერების ნაზრში რომელსაც ძალუც წინასწარ ესე ჩაუღმავდეს რომ ყოფილიყო ნათელი. მაგრამ რახან ეს შევამჩნიე ვფიქრობ და უკვირდები რომ რაც მოდის ფიქრი თუ სურვილი რა არის ამის პირველი წყარო და ცდილობ გადავფურცლო და ვიგურწბელო საკუთარ თავთან თუ რა არის ის რაც შიგნი უკვე მოხდა და თუ ვიგურწბებ დაინახავ რეალურ სურათს თუ მიყვა ამის თუ არა და გეთქინება სადღაც თუ არა და შეიძლება არც გეთქინოს თუ ეს თავის თავადად ჩვენი ცნობიერების გაცნობიერ ნაწილიდან არის წამოსული მოხდება უძალესხმოდ თავის ყველაფერი. ხო ანუ ისიც კარგი მოხდება მაინც მაგრამ მოხდება ყველაფერი ნახე. ხო. ვიცი ციგნებს დიდათ მე არ ვკითხულობ მაგრამ ყველაზე საოცრება რაც შემხვედრია არის შემდგომი რამ როდესაც ყვავის ფუტკარი მოდის დაუპატიჟებლად. და ყველაფერი შეესია. შიგნი რაც ხდება მე რაშიც ყვავი ხარ იმას დაპატიჟება აღარ ჭირდება არაფერს თავისით მოვიდა თავის თავადია უძალისხმეო. და შიგნით ესეც ისიც უძალისხმევად მოხდება საბოლოო ჯამში მე რაღაც გეტკინება საღან თქვით და ტკივილი გაბრუნებს იმაში რომ შიგნი არის რაღაც რაც მან არ უნდა იყოს. ახლა გონება ხო რეაგირებს რა და ამავე დროს ცდილობს შეინარჩუნოს ტკივილი? არა მარტო ტკივილი თუმცა მაგის ცდილობაც აქვს ხშირად. კარგი განწყობა, ბედნიერება, სიხარული, სიამოვნება. ძირითადად ამის შენარჩუნებას ლამობს გონება. მძაფრი მდგომარეობის. გონება რეაგირების მექანიზმია და რახან მასში ეგო სტრუქტურა თამაშობს ეს ცდილობს რომ შეინარჩუნოს და მთელი უბედურება მდგომარეობს იმაში რომ მისი მცდელობა შეინარჩუნოს ის რაც ცნობიერებაში აღარ ხდება იწვევს ახალ ტანჯვას და ტკივილს. რაც ამაში არ დაბადებულა ეს არ არის ის ეშელონი რომელსაც ძალუც შეინარჩუნოს ის რაც საწყისში არ ხდება. ხო. მოყვები. კი. ნახე უყურე თუ ჩემს სულში კარგად ყოფნა არ ხდება გონებით ვერ შევინარჩუნებ კარგ განწყობას და თუ ხდება ამის კონტროლი აღარ მჭირდება. გონებას არ მჭირდება კონტროლი. თავის თავადად არის. კი. გახსოვს ადრეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს მექანიზმზე რა. ой თუ მაშინ თუ აი აქ შენი პატივისცემა ტრიალებს თანაგზნობა სიყვარული იმისათვის რომ შენთან ურთიერთობაში მე კონტროლი დამჭირდეს მსგავსი არ მოხდება არასდროს. და თუ არ ხდება და ამ პატივისცემას როგორ პატივისცემა ხო გონების ნაყოფი არის? არ არის გონების ნაყოფი. არ არის გონების ნაყოფი, აბა როგორ ჩდება მაშინ? შიგნი არის. ცნობიერებაში უკვე ხარ. და რახან ხარ შიგნით აქ. პატივისცემა. შენ ხარ აი ესე კანგიცდი. და როგორც ხარ იმას მე კონტროლი აღარ ჭირდება.
სულ ხარ. ანუ მე არ მცემ პატივს, იმიტომ რომ რა ვთქვი. მე არ მცემ პატივს, იმიტომ რომ რა გავაკეთე. მე მცემ პატივს უბრალოდ იმიტომ რომ მე ვარ. ხო. ხო. არის ვინმე პატივს, ვისაც ცემ, ვინც უბრალოდ არის? ვისაც არ ცემ პატივს ეგეთი. თუ ეს არის იმ შემთხვევაში, რადგან ჩემი ინდივიდუალური გამოცდილება მიბლოკავს მე იმას, რომ მას პატივს ვცემდი. ხო, ანუ ეგ იდეაში ეგ გონება გიბლოკავს უკვე, იმიტომ რომ შეფასება გააკეთე მისი რაღაცა კონკრეტული რაღაცის, ხო? მე მისარკავს რაღაცა ჩემში არსებულ წარსულ გამოცდილებას, რომელიც ნეგატიური. ხო, აი ეგ მისარკავს, როცა ამბობ, ეგ საინტერესო რაღაცა არის, იმიტომ რომ ერთხელ მე შენც თქვი, მე მგონი და კიდე ერთხელ სტუმარმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ მე როდესაც სხვაზე ნერვები გეშლება, გაღიზიანებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი არის ის, რაც შენში შიგნით გაღიზიანებს. მაგრამ სხვაში არის გადაცემული, ესე ვთქვათ რა. რაზეც ატყდა ერთი ამბავი როგორც ყოველთვის და არის ძალიან ბევრი გაუგებრობა ამ თემასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ახლა მაგალითად ერთი კომენტარი მახსოვს ხეს რო ვთქვა სიტყვით ესეთია რომ ნარკომანი რომ აღიზიანებს ანუ მე ნარკომანი ვარ, აი ესე პირდაპირ დაწერა უბრალოდ აი ჩამჩა და მახსოვს ესეთი რაღაცა და ეგ კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ გავშვილდით და უფრო ნათლად დავანახებთ რას ნიშნავს რომ შენ სხვაში გაღიზიანებს ის რაც რეალურად შენშია. იცი როგორ არის ნახე თლა დეგლიც არ არის მაგრამ დიცილად მაინც არის რა თუმცა ჩემი ცნობიერებისთვის არის უცნობი მოვლენა თუ როგორ შეიძლება რეაგირების გარეშე დატოვო სხვა ადამიანის უკმეხი ქმედება. მე ხო იცი გაიდიელება არ მიყვარს რაღაცის, თუმცა მიზეს ვეძებ მაინც საკუთარ თავში, მაინც კი არა და სულ ვეძებ შიგნით რა არის ის რაც ხდება ჩემში ამის შედეგად. იცი ადრეს თქვი მაგაზე რა უკმეხი ადამიანი არ არსებობს. ქმედება შეიძლება იყოს უხერხული. და ამ უხერხულებაზე ჩვენ ერთმანეთს რაღაცას უსარკავთ რა. ამიტომ თუ კი რამე ხდება შიგნით, ეს აუცილებლად პირველ წყაროს შიგნით ხდება. მაგრამ მე არ ვიცი მექანიზმი ჩემთვის უცნობია და არ მაქვს მაგაზე პასუხი. რომ თუ როგორ და ან რატომ არ უნდა მქონდეს მე სხვა საქციელზე არ რეაგირებ. მაგრამ პასუხი მაქვს შემდგომზე რომ თუ კი ესეთი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში ხდება, ეს არ არის შემთხვევით. ანუ ვინც გაღიზიანებს ესე ვთქვათ რა? რაღაცა ხდება. მაგაზე უფრო ნიშანდობლივი რომ ვეძებოთ მიზეზი იმაშიც რა რომ აი თუ ადამიანი საღეჭრეზინს ცოხნის და მე ეს მაღიზიანებს და მე ცოხნი აი ამ უბრალო ლოგიკის უკან უფრო საინტერესო რატო ჩდება ეს ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში მიცოხნის? ხო. ვიღაც სიტყვის შემთხვევითობაა რა ვიღაც შემთხვევითობა ფიქრობ რომ თითქმის თუ რამეში დარწმუნებული ვარ ალბათ ეს არის რომ შემთხვევითობა არ არსებობს. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული. როგორ ხარ მაგაში? იმიტომ რომ არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ერთი მოვლენა რომელსაც უკან მოყოლოდი და მიზეზი ჩემში არ მენახა. არც ერთხელ არ ყოფილა. არც ერთხელ არ ყოფილა. ხო, რაღაც შეიძლება ახლა მაგათ ის პალმა იქრატოდებს არ ჩავეძიები რა. ძალიან რთულია ჩაეძიო რომ აი ყველაფერი გააცნობ ეს იგიჟია მისე. გააფრენ ხო. დააფიქსირო ხო. თუ რატო შეხვდა მაგალითად აი ხა ესეთი სავარძელი იქ. ხო. ძალიან იგიჟია ხო ვერც ჩაუღრმავდები.
უმრად ძირითადად ნიშანდობლივ განათებულ მოვლენას რომელსაც ჩაუვარდები უკან რომ გამოხვიდე ყველაფერში ნახავ რომ ეს შიგნი ხდებოდა და ამიტომ მოიზიდი. კისარკავს მაგნიტია თავს ავლენს. ცნობიერება სულ ავლენს თავს. ყველაფერში და ყველგან. ყველაფერში და ყველგან. არ გაჩერდება, ვერაც ვერ გაჩერდება და სულ მოგინათებს. თავი ამასინებზე სხვაგანაც მოყვები, შენც მოგიყევი და მეორდება. რაღაცა მოსემს მეგობრები გამოდივართ აბანოდან. საოცარად კაი განწყობა. ვონდა რომ გამოვედი წინ ჩაზე რაღაცა უთანხმოება იყო უცხოელსა და ქართველს შორის ამაზე რეაგირება გააკეთა ჩვენმა თანამოქალაქემ და მეც გავედი და უცბად აქ აივანზე ვიდექით რამოდენიმე და უზდელურად მოგმართ. მე სასტიკი რეაქცია მივიცი. შენ? ხო. კონდა სურვილი რომ სადადობრივი სურვილი გამიშთა. და კი უპასუხე. სიტყვიერად ძალიან მძიმედ. დამჭირდა გონების კონტროლი რომ გამიჩერებინა პროცესი. და შენ შიგნითთან ამოდიოდა ესე ვთქვათ, ხო? ხო. კიდევ რომ ჩახვიდე რატო მოხდა ეს ჩემს კადრში? რატო ხდება ეს? შენში არის აგრესია. აგრესია რატო? მოგზალადე რატო? გაუცნობიერებელი რაღაცა აგრესია. არის მისი შიში. შიში. შიშის სიმპტომი ის იქნება მოძალადე თუ მსხვერპლი ერთი. და რახანის მანდარი ყოველთვის გამოვლენს თავს და ამიტომ მე მას დავარქვი სახელი რომ ცნობიერებამ გამოავლინა თავი და იქცა კადრად. და შენ ახლა ის რო შეამჩნია მაგას ცდილობ რომ მიხვდეს ადრაში არის ეს შიში? სად არის? გაუცნობიერებელი კი არა. ხო, მაგრამ ხო ცდილობ რომ გააცნობიერება თუ არ ცდილობ? თუ ესეც თავისთავად გაცნობიერდება? არ მაქვს მაგაზე პასუხი. თუ როგორ აფართოებს ცნობიერება თავის თავს, ანუ როგორ დგება სიკეთის პროცესი. რაღაც ხო მაგას ესე ვეძახი. რა არის სიკეთე? პროცესი, როდესაც ცნობიერება ფართოვდება. როგორ ხდება და თავისთავადად ხდება რა? გაცნობიერებით. ფართოვდება ცნობიერება. გაცნობიერებით ფართოვდება ცნობიერება. ხო, ნახავ რომ აი როგორ აკეთებს მექანიზმით სწორედ ეგ არის რომ როდესაც საწყისთან ბრუნდები საწყისი ფართოვდება. ხო. ფსიქოანალიზიც მუშაობს ამაზე. საუბარში რაღაცას მედიტაციურ მდგომარეობაში ვარდება გონება და პირველ წყაროსთან რომ ხდება და უცბად განათდა მე. აი ეს და მე ყველაფერი უძალესმოდ იცვლება. ხო. როდესაც სახლზე ვფიქრობ, ხოლო საცხოვრებელი სივრცე არ გახსენდება. სახლი არის ადგილი, სადაც შენ ქმნი შენს მომავალს, შენს სიმშვიდეს და შენს ცხოვრებას. სწორად ამას გვთავაზობს დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. კომპანია, რომელიც ქმნის ყველა ტიპის უძრავ ქონებას, მეტროპოლი გეხმარება იპოვო შენი სახლი, რომელიც შეესაბამება შენს ცხოვრებას, შენს ცხოვრების სტილს და სურვილებს. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ჩემი იმიდან ბოლოს მოხდა აქ გიორგი ჯანელიძე ჯანელა ხო იცი კაცების ჯანელა მყავდა ეს მე გადავაბოდუროთ ხო და მოიყო ჩემთან მოსული აქ ჩავწერეთ ეპიზოდი და ნუ აი მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი ჩავწერეთ და გავიდე ხა ეს ეპიზოდი და გიორგი ჯანელიძე ამ ეპიზოდში მეკითხება ეს გაგწაკითხული ეს გაგ ნანახი ეს გაგ ნანახი და მე ვპასუხობ რომ არ მაქვს ნანახი არ ვიცი არ მახსოვს და ასე შემდეგ რა ანუ მე მაქვს ეგეთი მახსოვება რომ სახელები გვარები ასე შემდეგ გარფერი არ მახსოვს რა არ ვიცი რატომ მაგრამ ეგეთი მახსოვება მაიცა ერთ წუთი ხო ეგეთი მეხსიერება კი არ გაქვს ხო შენ გჯერა რომ ეგეთი მეხსიერება გაქვს ალბათ
ხო და თუ გინდა ჩავყვეთ მაგაზე და ხო და ეხლა ნახე მაგასაც ჩავყვეთ და იმასაც ჩავყვეთ რომ მართლა მაინტერესებს კი ისიც მაინტერესებს და ნუ მოკლედ ამას მოყვა საოცრება YouTube-ზე კომენტარების მხრივ რომ მე ვარ გაუნათლებელი სკოლაში არ მივლია წიგნი არ მაქვს დაკითხული ასე შემდეგ აბა 100-დან 50 ეგეთი კომენტარი იყო რა ხა უტრირებას ვაკეთებ კომენტარების მაგრამ ძალიან ბევრი იყო ეხა ჩავყვეთ ამ ამბავს და მაინტერესებს რა იცი რომ ჩემში ეხა იმ ლოგიკას რასაც შენ ამბობ რა რომ მაგას რო ჩავყვეთ ჩემში არსებობს შიში ხო რომ მე ვარ გაუნათლებელი დავუშვათ ესე დავარქვათ და მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის ამ ეპიზოდის თვლობის დროს და მე გაშვების მომენტში რომ ამ კომენტარებს დაესარკა ჩემი შიში ხო ხო transmisi ხო მაგრამ შენ პასუხი იცი შიგნი არ იქნება რამ რომელიც დარჩება დაფარულად ყველაფერი გამოგევლებს თავს შედეგად შენ შეგრცხვა კიწყინა გაგიტყდა მოგინათა ნახე უყურე მაგ ციგნის წაკითხვაზე კი არის საქმე ან იმ ფილმებზე იქ არის ის რაც შენში მოგენათა შედეგად რაც განიცადე ის ხდებოდა ისედაც და მან ფორმა მიიღო ამიტომ მოვიდა გჯანელა რომელსაც კითხა წაკითხული გაკ მაგი გვანცა შენ მთხარი არა ნანახი ის ფილმი ფანტომასი შენ მთხარი არ მახსოვს და რა მოხდა მე დაგიწერეს კომენტარები და კომენტარების შედეგად შენში მოგესარკა ცირცხვილი წვენია რისიქცხვენია რომ ფანტომასი არ გახნა ნახე თუ ის იდიოტური ციგნი ფეხებზე მკიდია ზუსტად რომელიც ციგნია რომელიც უნდა წაიკითხო არ წაგიკითხავს და გცხვენია ახლა ღმერთო ჩემ რა სირცხვილი სულ არის და სირცხვილი რომ არის შიგნი ეს ფორმას მიცემს რომ ციგნი რომ არ წამიკითხავს ის როგორცა აი იმიტომ მცხვენია და რომელი არის ის ციგნი რომელიც უნდა წაგიკითხა და არ წაგიკითხავს შენ და ვის უკან რომ მიყვე ვინც ეგ დაგიწერა რა არის ის ნიმუში ციგნების რაოდენობა ციგნების იერსახე დასახელება ავტორები რომელმაც უნდა მქონდეს საკითხული რომ არ შემცხვეს დედა აფეთქებული რა სიგიჟი რა არის ის ნიმუში რომელიც უნდა დავაკმაყოფილოს შედეგად რომ არ შემცხვეს მერე ბევრს კითხულობდი ძალიან ბევრი ვიკითხე ახაც წავიკითხო ხანდახან ვშლი რაღაცას მაგრამ ვერ გააჩერებ მაგას რა ვერ გააჩერებ მაგრამ ძალიან მაგარია და ჯანელას უთხარი მადლობა აუცილებლად რომ კითხა შენ საკითხული გაქვს მე იმ ხალხსაც ვეუბნები მადლობას ვინც კომენტარები და აი უთხარი იმანაც მოგისარკა იმ ხალხმაც აბსოლუტურად კაია ეხლა მე დამიწერე რაღაც კომენტარებს ის დაგიწერე გამიტყდება ჩამოყრი ყურებს მე საინტერესო რა არის იცი რომ რეალურად არაფერი არ გამიტყდა ხო მაგრამ რა კომენტარებში მაგრამ გავბრაზდი ბრაზის უკან წყარო რა იყო აგაც ვეძებ ხა რო გითხრა ბოლომდე პასუხი არ მაქვს არა მაგრამ შენ კიდე სანამ ამ ბოლოს კომენტარებზე გავიდოდი მაგამდე გამაჩერე და მითხარი ეგეთი რაღაცა რომ შენ მახსოვრებ რაღაცებს ხო შენ გონებას შენ გონია რომ ვერ იმახსოვრებ ხო ნახე უყურე აი ხა მაგ ფიქრის უკან წყაროს რომ მიყვე ქვემოთ დაბლა იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან რო ხარ ასეთი და რა ხარ ესეთი იდენტიფიკაცია გაქვს საკუთარ თავთან
და ესეთი კვაზი იდენტიფიკაციები საკუთარ თავთან ჩვენ გვჭირდება პატარ-პატარები რაღაცები, იმიტომ რომ თავაცნობიერება ჯერ ვერ ვაცნობიერებს საკუთარ თავს იმ მდგომარეობაში, რომ იყოს კმარი. და ამიტომ გვჭირდება ჩვენ ფორმა თუ ვიყოთ რაღაცნაირი. და როდესაც ჩვენ ამბობ, რომ მე ესეთი ვარ, ეს არის შევსება იმისა, რასაც სინამდვილეში ვერ ავსებ საკუთარ თავთან. ამიტომ ეგ სისულელე. მაგრამ ფაქტობრივი რეალობა რო არსებობს, ვერ იმახსოვრებ? ვერ იმახსოვრებ, იმიტომ რომ twin არ გიჭრის ღმერთო ჩემო, რა სისულელეა გიუქმებ ეგრევე. არა, ვერ იმახსოვრებ, იმიტომ რომ არა, იმიტომ რომ არ არის მნიშვნელოვანი რა, ჩემთვის ახალი დაგვარები. ერთი წუთი ნახე, ნახე, ცრუ არ არის ცრუ, ცუდად ვარ, კვაზის დავარქმევდი, ნახე, იდენტიფიკაცია რამდენჯერ გინახავს ადამიანები ჩვენ სახლობაში, მე ყველგან ვაგვიანებ. იდენტიფიკატორია, რომ მე ვარ ისეთი, რომ ვინც აგვიანებს. მე რა ხდება მაცხოვრებაში აგვიანებენ ყველგან. განა იმიტომ, რომ დროზე ამისვლა არ შეუვლიათ და ძალუც. მაგრამ იდენტიფიკაცია, რომ მე ესეთი ვარ, ეს განცდა, რომ მე ესეთი ვარ, აჭარბებს საჭიროებას, რომ არ დააგვიანოს. ხო. ამიტომ შენ ხარ რომ ჩაუღრმავდე. ანუ მე მაქვს სარგებელი? სარგებელი ხარ, რომ ესეთი ხარ. რომ ვერ ვახსოვრებ პერსონაჟებს. სულელეა ღმერთო ჩემო იხავე შეცვალე. და რომ მიყვე მაგას უკან ნახავ რომ გვანცა სადღაც მან ჭირდება იყოს რაღაცით განსაკუთრებული და ეს რაღაცით განსაკუთრებულობის მთელი ეშელონ რაღაც ამას ვერ ვიმახსოვრებ, მიყვარს მწვანე, მიყვარს ყვითელი, არ მიყვარს შავი. What? რას ვერ იმახსოვრებ გოგო? რა შაპოს მოყვეთ ეს გოგო რა. უიჯველი ამოქუჭრის. ამოჭრის ახლა. კაი მასალომიეს. გოგა და გავსკდეთ სიცილით შაპო მაგარი ტიპია. მაგარი ტიპია, კი. მაგრამ მადლობა შაპო. შაპო მადლობა. ო, იცი ვინ არის? არ ვიცი რა ვინ. არც მე არ ვიცი. მაგრამ ვიგუდები სიცილით. მეც გიждები და ველოდები ამ ეპიზოდს. აგე და დაგვითრებ ჩვენ ამ მოგვაჟრის. ოდე ეგრეა. ამიტომ მიდი ჩაუღრმავდი მაგას და ინახე. ჩაუღრმავდი ხა ისეთი ხო გეგონება? მიდი ჩაუღრმავ მასაჭეთ. ხო ესეა რა. ნახე მოსინო ზან ვიცინე ბევრი. რაღაც დილას რაღაცა ჩემს ჯობლებთან რაღაცა კაპუჩტა და შევაკეთე. და რომ შევაკეთე თქვი რომ ხელოსანი ვარ მეთქი რა. კარენ. მიყვარს ეს სახელი. იურა. როგორც გეს თქვი ხუმრობთ. გავედი სავარჯიშოდ და მირეკავენ რომ დარბაში გაფუჭდა უნკანი. მივედი გამოგანსა მოდი გააკეთე რა უნკანი გაფუჭდა. ხო. ეხლა თქვი რომ კარენა ვარ ხელოსანი. ხელოსანი ვარ. თუ ხელოსანი გააკეთე. და გაფუჭდა ერთი უნკანი. შეიძლება არ დაიჯერო. ხო ჯოხორ დარბაზო. მე იქაც გაფუჭდა უნიტაზის თავი. წავედი კაუნტერზე ვიყიდე უნიტაზი მივედი. და მე თქვი რომ აღარ ვარ ძმაო. არა ხო ეხლა თარაც ეხლა ცოტა ის გამიტკის და გიგავ ისეთ უნკანი შევაკეთე. ეხლა შევაკეთე უნიტაზის თავი. ეხლა ის ვარ ხელოსანი გამიმტკისდა და მიერეკავე სახლიდან რომ კიდე რა გაფუჭდა კი დაიცვა სარეცხი მანქანა ვაფშე დაიცვა. დაუყურებ ღმერთო შეხო თქვი რომ ხელოსანი ხარ და თუ ხელოსანი ხარ აკეთე. მაგალითად მე რო ვიძახი ხა დავიღალე. ხო. მართლა დავიღალე რა. დაიღალე. და ყველაფერი მოხდება იმისთვის რომ დავიღალო? ეგრე შემილია რომ კიდე ჩავა ხუჭუჭო? ჩავა ხუჭუჭო. იცი როგორ არის დაღლის უკან რა არის? დაღლა სიმპტომია. დაღლის უკან შიგნით ცნობიერებაში რა ხარ? რა ვარ? ცოდო ხარ და დაიღალე? ცოდო ვარ და დავიღალე. ცოდო ვარ და დაიღალე. და მანამ სანამ ცოდო იქნები იმ დოზით და ეშელონით თუ დაიღლე. ხო. შენ თვითონ შექმნი მექანიზმს სადაც საქმის უპოვი თავს გააკეთებ და დაიღლები.
და რომ იტყვი რომ დავიღალე იმის უკან პირველ წყალოში რომ მოხვალ რა იდგება მანდა. მაგრამ მართლა ხო შეიძლება რომ დაიღალო. როგორ შეიძლება რომ დაიღალო, მაგრამ ვინ გთხოვს რომ ამდენ საკეთე? ჩემი თავი. შენი თავი რომელი? აი ცოდა. ხო. და არა ცოდო რას იზამდა. გააკეთებდა ისე ამ საქმეს რომ არ დაღლილიყო. ანუ მაინც გააკეთებდა, მაგრამ ისე გააკეთებდა რომ არ დაღლილიყო. მაგრამ ეს საქმე. ამიტომ ნახებავით ხო დავიღალე. მე დავიღალე პირველ წყარო რა არის? ვინ წამოიწყო ის საქმე რომელმაც დაგღალა? კერამ რომელიც ცოდო. ამიტომ კოკასაში გარაცა დგას იგივე წარმოდგინდების რაღაც მაგას რომ ჩაუღრმავდე რომ იძახი ხარ დაღლილი. ჩაუღრმავდა, ეხლა ჩაუღრმავდა მე მიხვალ იქამდე რომ რასე მდური საწუთროს. რა უქნია ვარ? ხო ნახავ რომ ანდიყო. მაგან შექმნა და გამოიწვია. შანს არ გიტოვებს რამე გარეთ გაიტანა. არაფერი ხო. ზურავს ბოლომდე ხო, ამიტომ მიყვარს ეფხის ტყავს. ზურავია. ხო, რო ისე როგორ შეგიყვარდა ეს ეფხის ტყავსანი? რავი ძალიან. ნუ ალბათ ჩემი მასწავლებლის ესეთი პირველი ბიძგი ის იყო რომ მან შეაფასა ეს როგორც ქართული ბიბლია. ასე თავანთ მაშინ თვალები. რამდენი წლის იყო? 13-ის ხო და სინამდვილეში ბოლომდე ვერც მივიყვანე ეს თავიდან ბოლომდე ვერც მივიყვანე. ან უფრო იმიტომ რომ არც ვლამობ რომ მივიყვანო თავი ეს ყველაფერი ბოლომდე რამ. იმიტომ რომ ჩემ შიგნი არსებობს დაფარულობის განცდა. რისი? დაფარულობის განცდა. ანუ ეგრეს ნიშნავს რომ არ გამოჩნდა შენ თვითონ? ხო. რატო ხეკ? მინდა ვერელევი დაფარული გინდა რომ იყო? და რას გაძლევს დაფარული რო ხარ? განსაკუთრებულობის შეგრძნებას. ოკეი. ამიტომაც ჩემი საჯარო გამოსვლები სადაც მაგ საფრთხე იმისა რომ ჩემი დაფარულობა გამოვიდეს შესაბამისად მაგას ხო კუს პრინციპი დავარქვი რა. რაცნობიერად ვისვრი ისეთ სიტყვებს ისეთ სიტყვებს რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ ჩემი დაფარულობა გახანგრძლივდეს. ამიტომ ვაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ მეცნიერული კვლევები არ ვაკეთო თუნდ იოგაში თუნდ ვეფხის ტყავსანთან მიმართებაში ამდენი წელი 13 წლიდან ვიცოდი რომ იყო იოგა და მას ხედავდი როგორც ცნობიერების არსი, როდესაც ერთ ადამიანში მიმდინარე საცხო ფსიქიკური პროცესებად. ხო შემელა ამაზე მეწერა ბევრი მიმეშვა იოგა როგორც მეცნიერული კვლევები არ გავაკეთე. რადგან შიგნი არის კერა რომელიც кайფობს დაფარულობით. და ეს განცდა მე თამსიამონებს თან არა. და ისე ჯერ არ დამდგარა ისეთი მომენტი რომ ისე არ ეგესიამოვნოს რომ რაღაც ამ კერას ჭყალებში მიხედო. ხო? ახლა ბოლომდე არ მტკივა. ხო, ბოლომდე არ მტკივა. ანუ რეალურად მაინც მივდივართ რომ ეს ტკივილი არის ფაქტობრივად ამოსახველი წერტილი იმისთვის რომ რაღაც შეიცვალოს ან რაღაცას მიხვდიან, რაღაცას სხვანაირად იყოს. ხო? აბა ისე ვერ ხვდებით. ხო და შენ ხო თქვი რომ აგიო არსებობსო რომ მიხვდეო ისეო და როგორ უნდა მიხვდე ისე რომ არ გეტკინოს. სწორედ ეს არის ალბათ ნახე ყურე გვანცეთ. იმიტომ რომ ბუდი შეწამე, აი ნახე შენ ამბობ რომ მე ვხვდები რომ ჩემში არსებობს ეს რაღაც, მე ამის გამო არ ვაკეთებ რომ თქვათ ეს მივიღო. მაგრამ ამას მე არ ვცვლი, ან ვერ ვცვლი, იმიტომ რომ მეტყობა ჯერ ისე არ მტკივა. შენ მივხვდი, ანუ შენ ბოლოში გახვედი. ო, მაგრამ ვერც ველევი. ნახე უყურე წეღან რაც ჩვენ ვახსენით, სწორედ მაგაშია, ნახე, რომ ჩაუღრმავდე შიგნი ქვემოთ. გახსოვს ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ვინ ხარ შენ? მაგის გარეშე. მაგის გარეშე. და რახან ეს ვინ ხარ შენ ვერაცნობიერებს საკუთარ თავს? ამიტომ იდენტიფიცირდები დაფარულად.
წეგანში რას თქვი ციგნებს ვერ მიმახსოვრებ იმათ ამათ და ხშირად ვიდენტიფიცირდებით ხოლმე რაც ყველაზე სახიფათოა პოზიტიურ იდენტიფიკატორებად რომ ვარ კარგი რომ ვარ კეთილი პატიოსანი სწორი და მოდი ამის მიზეზ შედეგობრივი მექანიზმი ავხსნათ ახლა აი რომელი ადამიანი გეტყვის ცხოვრებაში რომ ცუდია იდენტიფიცირდე პატიოსნად არავინ არ გეტყვის მაგას მაგრამ მე გეუბნები რომ ღმერთო რატო ხერა ხდება შენ თუ ეს ცნობიერებაში არსებობს იდენტიფიკატორი ცნობიერების ნაწილი რომელიც ამბობს რომ ვიდენტიფიცირდები პატიოსნად როგორ ირიკლება ეს ცხოვრებაში შენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანები რომლებიც იქნებიან არაპატიოსნები აუცილებლად რომელთანაც განხორციელდება შენი პატიოსნება პატიოსანი მოიზიდავს არაპატიოსანს და განხორციელდება პატიოსნება სწორი მოიზიდავს არასწორს და განხორციელდება სწორი რომ დარწმუნდე რომ მართლა სწორი ანუ რომ და ამით დაიდენტიფიცირე მე ვარ სწორი აი მე ვარ და რახან მე ვარ თავის თავში არაფრის გარეშე არაკმარი ამიტომ მჭირდება რომ ვიყო პატიოსანი და ღმერთო რაში გჭირდება რომ ვიყო პატიოსანი უბრალოდ იყავი ანუ ნახე თვითონ ამ არს რომ ჩაუღრმავდე რომ იყოს სწორი ან პატიოსანი ნახავ ანუ მექანიზმს რომ ანუ ცხოვრებაში ხდება რაღაცა რაც არ არის პატიოსანი და სწორი და მე ვარ ის ვინც არის სწორი და გინდოდეს ეს რომ იყოს სწორი და პატიოსანი ხელს უწყობს რომ ის დატოვა არა პატიოსნად ძალიან სიგიჟი არის კი ზუსტად ეგრეა ზუსტად გესმის და ამას გამოებთხნა და აქვე საოცარს წერს ეს სასწაული ვეფხისტყაოსნის ავტორი თუ კაცი ავსა არ დათმობს კარგი რა დასათმობია და როგორ გინდა დათმო იდენტიფიკატორი რომ იყო პატიოსანი კარგი კეთილი და საოცრება ხდება შემდგომში რა მთელი ჩვენი ცხოვრება ვაკეთებთ შემდგომს იდენტიფიკატორი რომ ვარ კარგი გონებაში აჩენს მოდელს კარგი რა არის კარგი და ეს კარგი როგორიც არის როგორიცაც შენ თქვი რომ არის კარგი და სოციუმმა თქვა რომ ეს არის კარგი და შენ ეს დაიჯერე და თქვი რომ კარგი არის ის რომელსაც ქმედებების ეს ერთობლიობა ეს იყო კარგი იდეა იდენტიფიკატორი ძალიან პატარა ნაწილი იმისა ვერ შეესაბამება შენში არსებულ ფსიქიკაში არსებულ მდგომარეობას ფსიქოემოციურ მდგომარეობას საერთოდ და მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენს ქმედებას ვუბიძგებთ იმისკენ რაც თქვით რომ ვართ ჩავტიოთ იმაში და ეს ქმედებას როდესაც ჩვენ ვუბიძგებთ მივიდეთ იდეასთან არის აბსოლუტური ძალადობა საკუთარ არსზე იმიტომ რომ ეს იდეა რომელიც აქ არის არ შეესაბამება ჩემს ახლანდელ ამჟამინდელ ფსიქოემოციურ მდგომარეობას თუ იყო კარგი იმიტომ რომ შენ როგორც თქვი ეს კარგობა მე პატარა ეხა შენ ყავს პატარა შვილი მან კარგი და ცუდი იცის რა არის თუ შენ არ ეტყვი ან ვიღაც არ ეტყვის ხო ჩვენ ნელა ამას უშვებით და ნახე ძალიან საოცრებას ამბობს გაბორ მატე ამასთან დაკავშირებით მე ძალიან ნერვიულობ კარგ ადამიანებს ნერვიულობ და იკვლიე ამ ადამიანებმა და ნახა რომ კარგი ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ფსიქოსომატური და აუტოიმუნური ჯანმრთელობის პრობლემები. იმიტომ რომ იდეა რომ იყო კარგი არ შეესაბამება შენს რეალურ ფსიქოემოციურ კონტენტს.
და შენ ძალადობ საკუთარ თავზე. და ეს ჩაპრესილი ემოციები და იდეები, ხო. შიგნით ჩაკლული მდგომარეობა, რომელიც გეუბნება, უნდა ჩაიკლო, იმიტომ რომ იყო პატიოსანი და კარგი. შიგნი იწევს ავტოიმუნურ დაავადებებს. ხო, იმიტომ რომ შენ იყავ შენ ბრას, შენ გაღიზიანებას, იმას ამას და ყველაფერი. თანამედროვე მეცნიერება მაგაზე ბევრი იკლია და ნახა რომ ხო ამის ეტიოლოგიებს რომ ჩაუღრმავდე ავტოიმუნური დაავადებებს კი ჩაკლური ბრაზია და რატო იკლავ ბრას? იმიტომ რომ გაქვს იდეა რომ იყო კარგი და რა არის ეს იდეა? და მიყვა რა არის რომ იყო კარგი? და ნახავ აბსოლუტურ საოცრებას, აბსურდს. ნახე იმი კარგი კი არ უნდა იყო, უნდა გაიგო რა ხდება შენში. ხო. წესი კი არ უნდა შეასრულო, რომელიც გეუტყვის რომ ესი არ მოიქცე. გაიგო თუ რატო იქცევი, ესი არის პასუხი გასაღები იმისა, რომ აღარ დაგჭირდეს რომ იყო კარგი. და ამასთან რომ მოხვალ აქ რომ გააცნობიერო საკუთარი თავი და მე აღარ გჭირდება რომ იყო კარგი. და ეს კარგის რა არის ამ ხელა ფართოს როდესაც ბევრი რამდენია ბევრი კარგია რა არის კარგი რო ხარ რა კეთილი ისეთი თუ რა არის კარგი ხო საქმეს მაგაში რა არის კარგი მე და გეუბნები კარგი არ ვიცი მე რა არის კარგი მე მინდა რომ შენ იყო გახარებული არ ვიცი რა არის კარგი და შენ მინდა რომ შენ გახარებულს ხედავ და იმიტომ რომ შენ რო გახარებულს ხედავ მეც გახარებული სიხარულს ვინ არ ვირჩევთ რა რადგან ცნობიერება ვერაცნობიერებს საკუთარ თავს რაღაცების გარეშე. იმიტომ ვიდენტიფიცირდებით, ვიგივდებით რაღაცებთან, რომელიც პოზიტიურ არჩევნად გვევლინებ. რომელიც შემდგომში იწყებს იმ შედეგებს, რომელსაც ვიხებთ. რაზეც აღარ ვისაუბრეთ. კარგი პატიოსანი მისეთი ესეთი. მაგრამ ცუდი შემთხვევაში თქო დაახლოებით იგივე რაღაცა არის რა, ანუ შეიძლება ცუდი, ოღონდ რა არის ცუდი არ ვიცი, მაგრამ ცუდი, რაც იცვლება ახლა სოციუმში ცუდი, არ გააკეთებს კარგს, იმიტომ რომ თვლის რომ ცუდია. იცი რა, ხო. ზოგადად ესეთია, რომ არც ერთი ბოროტობა არ გაკეთებულა თავად სიბოროტის სახელით, ხო? კეთდებოდა უმრავლესობა სიკეთის და იდეების სახელით რა. სუცსა და კარგს უკან აი ეს დგას რა. სწორსა და მართალს შორის ეს დგას. დგას რაღაცა, რომელიც გინდი ჭეშმარიტება და არ მომწონს ეს სიტყვა უფრო მეტია. ჭეშმარიტება? არ ვიცი, რაღაცა არის მე არ მყოფნის სიტყვა. მაგრამ არის. რომელიც არ შენია და არც ჩემი. მაგრამ შეიძლება იყოს დანახული მხოლოდ. და ის რასაც დაინახავ, ირეკლავს შიგნი საკუთარ არს და თუ ეს მოხდება, ურთიერთობა იქნება უძალესი. და არ დამჭირდება მე ვიყო შენთან სწორი. ან არასწორი. უბრალოდ გავაკეთებ იმას, რაც შიგნიდან არის. მაგრამ თუ მე იოტისო დენასურული მაქვს რომ შენთან სწორი ვიყო. და შენ იქნები არასწორი. და მე პირიქით. ახლა ძალიან სასწაულია მის დანახვა. მსგავსი იზიდავს და ირეკლავს რა. შენ შემჩნეული გექნება ყველა ვინც მოისმენს ამას უკვე შემჩნეული აქვს. როდესაც ჩვენ ვაპელირებთ იმ გადმოსახედიდან სადაც დგავართ მართლად და მას ვეუბნებით მეორე ადამიანს და ვეძებ მასში თუ რაში არის ის ტყუანი იპოვე და როგორც კი ამას დაიწყებ ძებნას მასში არსებულ ტყუილისა ისიც დაიწყებს შენში არსებულ ტყუილის ძებნას და გიპოვის თავი დაიცვას მან რასაც მასში დაუწყებ ძებნას ისიც დაიწყებს შენში ძებნას
და გიპოვის აუცილებლად გიპოვის, იმიტომ რომ სულ მან გაქვს, მაგრამ თუ მე შენ გეტყვი მოდი დავდგეთ გადმოსახედების მიღმა სწორისა და არასწორის მიღმა და მოდი საკითხი გავიგოთ ერთად გავიგოთ და დავინახოთ სადაც არც შენ ხარ მართალი და არც მე გადმოსახედიდან სადაც არ არის სწორი და მართალი მაგრამ არის საკითხი და კითხავ კვანცა მითხარი ძალიან გთხოვ თუ რას ფიქრობ ამაზე სწორედ ეს არის დიალოგის დასაწყისი მე რასაც გეტყვი შენ რასაც ფიქრობ ეგეც ხო იქნება ბოდიში გეტყვი მაგრამ ეგეც ხო იქნება სუბიექტური ხო მაგრამ მე მინდა შენი სუბიექტურობა დავინახო მე როდესაც შენ გეკითხები მე იმ თავითვე ვიცი რომ მე მინდა დავინახო ის თუ რას ხედავ შენი ლინზიდან ხო და მე ხო ჩემი მართალი ტყუანის პოზიციიდან გამოვალ მან მეც არ მინდა მართალი და ტყუანი მე მინდა საკითხის განხილვა მე შემემნებ საკითხის განხილვა გინდა მაგრამ შემემნებ რომ შენი პოზიციიდან გამოდი და მე ხო ჩემი მთელი აი ამ დალექილი ყველაფრით გამოვდივარ მაგ პოზიციიდან და არა ისე რომ გვენზე გავდექი და ისე ბაბარა აი საკუთს მაგაში მე გეუბნები რომ პოზიცია კი არ მჭირდება შენი ხედვა მჭირდება სულ ყველა და როდესაც მე შენ მოგისმენ მე ვიქნები ჩასაფრებული იმ ამბავში რომ დავინახო იქნება გონცია ლინზა ხედავს იმას რაც მე აქამდე არ დავინახავს ხო ანუ შენი ისიცვლება მან რა პერსპექტივა გისმენ ხო გისმის და გისმენ ნიშნავს იმას რომ მზად ვარ დავთმო ის მოცემულობა რომელიც მეგონა მართალი ხდები და თუ ამას ვიზამ გაშლის და გაშლის ამიტომ როდესაც ჩვენ დიალოგს ვიწყებთ მზად ვართ კი დავთმოთ ის პოზიცია რომელსაც აქამდე თვლიდით რომ ვიყავით მართალი და ამის უკან რომ ჩაუღრმავდე ჩამოხვალ და მიხვალ იმ წერტილამდე რომელიც იდენტიფიცირდება იმ სიმართლესთან იმ მესთან რომელსაც სიმართლე თქვა და გონია ის არის სიმართლე ნახე თუ კი მე ვიტყვი რომ ვარ იოგის მასწავლებელი რომელიც ეხლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში საუბრობს ამას და ის გონია მართალი მე უკუნისამდე ვიქნები ჩაკეტილი იმს ცოდნაში რომელიც ახლა გამაჩნია მაგრამ თუ მოგისმენ და ვარ თავისუფალი იმისგან რომ თქვა ვაი მე რა სისულელე ყოფილა თურმე ეს ვარ თავისუფალი იმ იდენტიფიკაციისგან რომელიც შიგნით რეალებს რომ ვარ იოგი რაღაც სისულელე ხო ანუ არ შენ თავს ჩვენ ყველა ჩვენ თავს უწესებთ საზღვრებს რეალურად და ვერც მოისმენ ამიტომ არის გურუობა მასწავლებლობა ოდნები ყველა ჭიხია. რა ხო გჭირდება? ო, ამ გზაზე რაღაცნაირად არ გჭირდება? შენ ხო შემასწავლებ. აი შენ მოდი ეგ კითხავს უმქონას ხო შეიძლება არ მიკითხავ შენთვის არასოდეს შენ მასწავლებელმა შენთვის რა გასწავლა? გასწავლა იყო აი მასწავლებელს რო ეძახი აი მაშინ როგორ გექცევა როგორ მოგიდგა? მას ჯეროდა ჩემი როდესაც მე არ ჯეროდა საკუთარი თავის. ეს გააკეთა. და ჩემთვის უცხნობმა ადამიანმა მე მომცა უპირობო სიყვარული და ჩამამინგრია ყველა კედელი. რაც კი შეიძლება ადამიანს ქონოდა. ეს გააკეთა. და ამის იქით ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა. მას მთხოვდა მე რომ შემესწავლო საბრძოლო ხელოვნება. მე არ მინდოდა. მე მიყვანა ბოქსზე გავაგიჟი ის მასწავლებელი. მე კარატეზე ჭიდაობაზე ყველა გავაგიჟი. რომ გამოვეგდე. მაგდებდნენ. წლების მერე რასაც მივხვდი რომ ჭირდებოდა ძალიან საბრძოლო ხელოვნების ფლობა, რომელსაც ეხლა ვერ ფლობ. მივედი მასთან და ვკითხე. და თუ არ დამაძალე თენგო. მე ვიტყვა შემდგომ. ჩემ წინ იდგა არჩევანი. შენთვის დამეძალებინა თუ შენ ყვარებოდი. მე ის მიყვარს. მაგრამ საბრძოლო ხელოვნება არ ვიცი. რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
შლონია. ხო და აი ეგეთ მასწავლებელსაც არ აღიარებ? ანუ ეგეთი ხო იძახი რომ მასწავლებელი ჩიხია, გურუ ჩიხია, ის ჩიხია და შენი მასწავლებელი ხო არ იყო ჩიხი? ჩიხი იყო. ჩიხი იყო? რატო? იმიტომ ჩიხი იყო რომ წერო ფიქრობ რომ თვითონ გამოვიდოდა ამ ყველაფრისგან. ყველა მასწავლებელი ჩიხია, მხოლოდ ერთადერთი რამ არსებობს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად განვიხილოთ. არც მასწავლებელი და არც მოსწავლე არსებობს. და ყველა ის სწავლებები, ყველა ძველია აბსოლუტურად. მხოლოდ ერთი რამე არსებობს დაიბადა პროცესთვის ახლა. ახლა ამ წამში განიცადო ეხლავე დაგვირდეთ სინცხალი თვალით. და ჩვენ ყველაფერი ძველი პასპორტებია. რა ეხლა რაც იბადება? ეგეც ძველი არ არის? არა. არა? არ არის ძველი. გვიგაცნობიერდა და მეორე წამს გახდება ძველი, ამიტომ ხელახლა მთელი მოკლედ ბოლო რაც წავიკითხე შარშან იყო საოცარი ნამუშევარი კრიშნამურტისა თავისუფლება ცნობილისგან ზღაპარ გაიგო ერთად ყველაფერი ძალიან საოცრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ ერთადერთი განვითარების გზა არსებობს, სადაც ჩვენ დგავართ თანაბრად. არც მასწავლებელი, არც მოსწავლე. ყველა ვინხილავთ და ცოცხლად ვიბრადებით პროცესისთვის. შენ მაგალითად როგორც შენ მასწავლებელი რა, შენი გამოცდილებიდან თუ რაღაცას მიზიარებ, ეგ ჩიხია? ჩიხი არ არის. ჩიხი იქნება ის, როდესაც გეტყვი რომ რაც მიოგენი არის სასრული. ოკეი. ეს არის ჩიხი. ხო, ანუ შენ რომ მიზიარებ და ეხლა მეუბნები როცა გამიზიარეს, მაგრამ და როცა მითხე რომ ერთად ვიმსჯელოთ თუ რაღაცა წამოყვევი გვანცა, ეგ ჩემთვის ძალიან მაგარი პროცესი არის და საერთოდ არ ვთვლი რომ ვთქვათ, მაგიტომ ჩემი მასწავლებელი არ ხარ, ანუ მიხვდი რას ვამბობ? აი შენ არ გიყვარს როცა გეძახი მასწავლებლებს, მაგრამ და იძახი ნუ მეძახი. და იქნება შენ თავში არის მასწავლებლის ფორმულირება არასწორი და მაგიტომ უარყოფ ყველა მასწავლებლის. ანუ ვაფშე არ მაინტერესებს, ხვდები, ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამე განვიხილოთ ერთად. იმიტომ რომ სულ არის საფრთხე, რომ განცდა იმისა, რომ ხომ მიაგენი და რას მივაგენი, მე გეტყვი შემდგომს რა, რომ იმას, რასაც წერდი 3 თვის წინ, რასაც წერდი 1 წლის წინ და კიდევ უფრო და უფრო, როდესაც იმ წერტილებში მეგონა ჭეშმარიტება, ვაუ, მივაგენი, ეხლა საბავშვო ბაღლად მეჩვენება ამ წამს. და თუ კი ამას ვამბობ, ხვალ ზეგ იქნება თუ რამოდენებთვის მერე ეხლა რასაც საუბრობ, ეს ძალიან თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს საბავშვო ბაღის საუბარი. ელემენტარული ლოგიკა იმისაც ეხლა ვფიქრობ, რომ მაგარამ ეს მივაგენი რა სისულელეა. მაგრამ თუ მე ვიტყვი, რომ მივაგენი ჩიხია. მივაგენს რომ ეგ ჩიხია. ჩიხია, გეუნები ცნობიერება, ნახე ერთი წუთი მე ის მინდა რომ კარგად დაინახო. ეხლა მე და შენ უნზერთ ცნობიერების რაღაცა ენერგიით. და ეს ენერგია რახან ეხლა ასე ამ მდგომარეობაში უცქერთ და ეხლა ისე ჩანს. ცნობიერების ენერგია ეხლა როგორც გვაქვს მე და შენ ეს ბოლოა? არა. ღმერთო. და განცდა მაქვს რომ ეს ცნობიერების მზერა, სინათლე თუ ენერგია ულიმიტოა და რა მასწავლებელი გოგო. გესმის ულიმიტო ლინზა არსებობს, ვიცი რომ არის. რა გასავლო. ხო გიზიარებ გამოცდილებას, მაგრამ გეუნები რომ ეს გამოცდილება დანახულია აი ამ რაღაცით და განცდა მაქვს რომ ლინზა უკან უსასრულოა და რა გასავლო გეკითხები. და ამ განცდით, როდესაც უცქერ რომ ვიღაცა რაღაცას უხსნის. დეუნება რომ მივაგენი რას მიაგენი ეხლა აი ამ ჭუჭრიტანთან ხედავ რაღაცას. ხოლოდ ყველი. მიდი მე რა ფეთქდი. გავჩერდი. არ გაჩერდი.
თქვი გაგიძერე საინტერესო რაცაა. ამიტომ არ გინდა? არა როგორ არა გითხარი უკვე. მე ზუსტად ვიცი რომ ცნობიერება როდესაც გააცნობიერებს საკუთარ თავს დაინახა უფრო მეტს. ცნობიერება როდესაც გააცნობ, ანუ ეგ ხო უსასრულო პროცესია. უკიდეგანად უსასრულო. მან ხო ბოლო არ არის. მე არ ვიცი, სადმე ბოლო არ იქნება. ხო. ხდები ანუ შენი აზრით ცნობიერება აგრძელებს ყოფას? სულ უკდავიდებია სულ ცნობიერებს საკუთარ თავს და რადგან ეს შევიმეცნე, რადგან ვიცი რომ თვითონ გაცნობიერების პროცესი უკიდეგანად ულიმიტოა. ვერაფერს ვერ გასწავლე. ხდები რა გასწავლა? გიყვები პროსტო დამყოფა მოყოლაში გიყვები იმიტომ რომ იქნება ხელახლა დავინახო რაღაცა რაც აქამდე არ მქონდა შემჩნეული რამე თუს როდესაც ცნობიერების შიგნით მომხდარ მდგომარეობა პოვებს სიტყვებს ამ სიტყვებში რაღაცა გამოჩნდება ახალი სიტყვა რომელიც კიდე ახალ კარს ხსნის შიგნით. ანუ შენ რეალურად იმიტომ აზიარებ რომ შენმა დაინახო რაღაც ახალი? რა თქმა უნდა. ანუ იმისი სურვილი არ გაქვს რომ სიტყვა თქვა მე რაღაც სულად ანუ თქვა მე გამიზიარო ხალხს გაუზიარო მაგის სურვილი კი არ გაქვს იმიტომ აზიარებ რომ შენ თვითონვე დაინახო გაზიარების დროს რაღაც ახალი? ხო ესეა ვეთქვი რა ამ პრინციპებზე შენ ხო მოგიყევი ძალიან ბევრი. ეხლა ვწყვები რაღაცებს ხო ყვები ერთადერთი სურვილი მაქვს რომ მინდა რომ შენს გააკეთო. ხო ანუ გინდა რომ სხვა მას გააკეთოს მაგას მინდა რომ როდესაც შენ გააკეთებ მას მე მეც დავიჯერებ მეც დავინახო. რომ სწორად მიაგენი? შენ რომ ამას გააკეთებ მეც დავინახო. რას? და ამ სიგიჟესთან არ ვიქნები მარტო. ამიტომ მე მჭირდება რომ შენს გააკეთო. რამე თუ ახლა თუ კი ყველაფერი შიგნით ხდება და შენში ხდება ეს ყველაფერი და თავისით ხდება მე ამის გაგება ცოტა რთულია. მე ხანდახან გეშინია ეჭვი გეპარება ხო არ გაგიჟდი საერთოდ და ამასთან მარტო დარჩენა მარტივი არ არის მე მიჭირს ხშირად ხოლმე ამიტომ გიყვები რომ შენც შეამჩნიო გიყვები რომ შემჩნევ ვისაც იქნება შენ დაინახო ისეთი რაც აქამდე მე არ დამინახავს და მინდა ამასთან მარტო არ მარტივი ეშინი ეშინი მაგასაც ამჩნევ რომ გეშინია და მაგ რო გაგას რომ ამჩნევ რომ გეშინია რისი გეშინია მანდაც მიდიხარ? ანუ საბაზისო რა არის მანდაც მიდიხარ? ხო მე ხო ზუსტად ვიცი რომ ეს ესეა ამავე დროს ახლა ეს მყარი არ არის ესეთი დიდი ამიტომ ვცდილობ ვალიდაციები მივიღო ვცდილობ რომ სხვაშიც დავინახო იგივე მაგრამ რა არის გადაწყვეტა როგორც იქნა შესაბამისი სიტყვები შეურჩია ამ ცნობიერების მდგომარეობას გადაწყვეტა არის მდგომარეობა როდესაც შენში უკვე მომხდარს გონების ეშელონზე აღარ მოყვება არანაირი სახის საპირისპირო იდეა. კაისგები. მაგალითად. გადაწყვეტილია რომ მე შენ გცემ პატივს. და იდეაც კი არ ჩდება იმისა, კონცესტა რა მოხდება? ანუ იდეა არ განახება. განახებ თუ რა არის გადაწყვეტა უცბად და ახლა იმ შენობაში სადაც მე შევალ არასდროს დაინგრევა. აზიაში რომ ჩავდიოდე და მოდიოდეს ცუნამი ჩავალ და გაჩერდება. და იმისათვის რომ ეს განხორციელდეს შიგნით უკვე მომხდარი თავში ერთი ეჭვიც არ მეპარება რომ აზიაში რამე დამემართება მე.
სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა შევიდე. ნებისმიერ წერტილში, სადაც ტრიალებს იოგა, შევალ და გავაოგნებ. და იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მე არაფერი არ მჭირდება, უკვე გავაოგნე და გონების შესალონში, ეჟელონში ერთი ფიქრიც არ მომდის იმისა, გავაოგნებ თუ არა. იქ ვინ დამხვდება, რა იქნება, არ ვიცი, არც მაინტერესებს, უკვე გაოგნებული მაქვს. ხდები? შეიძლება ისე რომ ვიკითხო, რომ იმიტომ რომ შენი თავი უკვე გააოგნე? არა, ეს შენდებოდა ნელა და მე მივედი, მივხვდი რომ ეს ესია. და ეს ის ყვავილია, რომელიც ყვავის. მე ვიცი, ხო ამის ფონზე სხვა რაღაცები ხო არსებობს ჩემ ცხოვრებაში, რასაც იგივეს ვერ ვამბობ და მეპარება ეჩვი. ხო. და ამასთან თამაში მე არ მინდა რომ დავრჩე მარტო, ამიტომ ვარ აქ. ამიტომ მოისმენს ამას ბევრი ადამიანი. ზოგს არ მოეწონება. მაგრამ ეს პოდკასტი ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სეტინგი შეცვლილია. ეს გულისხმობ? ბევრი გაიგებს. ბევრი გაიგებს. კი. შენში არის ეგ სეტინგი შეცვლილი, რომ გეგონა რომ ბევრი ვერ გაიგებდა, ხო? თავიდანვე უკვირდებოდი პირველად არ ვარ ხო პოდკასტში. სულ ესე ლიმიტირებულად გამოვშვი დღეს პედალი დაჭერილია. მე რა გახსოვს შენს მეუბნები ადრეც კითხავს ბევრჯერ რომ ნუ გააუქმე შენ თავში ის რომ ვიღაც ვერ გაიგებს. რატო ყველა გაიგებს ვაფშე. ხო და ეგ სეტინგი შეცვალე შენში? ალბათ რაოდენობის. რაოდენობის. ხო. ყველა გაიგებს, ძალიან მარტივია ყველაფერს გაგება. ძალიან მარტივია, რეალურად მარტივია. მარტივია, რაფერი ამაში არ ჭირდება. მეტის ეს ხო ცოდნა არ არის. სინამდვილეში გახსენება, რაც აქამდე ვინც ეს ისმა და ყველა მიცოდა. ყველა მიცოდა. სიგიჟე ერთო. ისე აი თანამედროვე ცხოვრებაში რა. ახლა იცი ახლა როგორ ცხოვრობს თანამედროვე ადამიანი. აი ეგრეთ ცხოვრებაში რამდენად რეალური გონია. რა? აი ესე რა დაკვირვებით რა, რომ ჩავყვერო, აი ეხა მე რომ მეშინია, მე რომ ხალხმა კომენტარი დამიწერა სინამდვილეში, აი ეს. აი იმ სიგიჟეში რაშიც ცხოვრობთ რა, რას გულისხმობ, ხო იცი ხა დადექის ამის ხუში წადი, მე ესქენი, რაშიც მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი ცხოვრობს ხო ფაქტობრივად ყველა. ნახე. სტატისტიკის მექანიზმი გამოვისრულოთ პარემ რა. 1929 წელს ჯორჯ ზარცინგი მათემატიკის ლექციაზე იჯდა და ეძინა. მათემატიკის ლექციაზე გამოტანილი იყო მათემატიკის ამოუხსნელი პრობლემა, რომელიც ჯორჯ ზარცინგმა ვერ მოისმინა, იმიტომ რომ ეძინა. და თვალები რო გაახილა და აუდიტორი იყო ცარიელი. მან ნახა მათემატიკის პრობლემა, რომელიც ეგონა საშინაო დავალება, წავიდა და ამოხსნა. ყველანი სტატისტიკა გეუბნება რომ ეს ესე ხდება. სტატისტიკა დაგროვილი ინფორმაცია კი, ხო ეგრე ხდებოდა. მაგრამ მისი დანგრევა ყოველთვის შეიძლება. და რეალურად რამ შეცვალა, უბრალოდ ამოუხსნელი ამოცანა სახელი არ იცოდა იმ ადამიანმა. რომ 100-ს გაიგო იმის შესახებ, რომ ეს ამოუხსნელი იყო, ვერასდროს ვერ ამოხსნიდა. მაგრამ მან თქვა, რომ ეს საშინაო და ადგა და ამოხსნა, ამიტომ ყველგან ეს ხდება. გახსოვს რატომ მოვაბი ამაზე საუბარ საერთოდ სტატისტიკის პრინციპით ფიქში წავედი. ჩემ ფიქში ვიღაც მოგყევი. იცი რა არის რომ შენი სტუმრებით ვინც აქ მოდიან ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ისინი შინაგანად ყველა თვლის რაღაცას, რომ ყვებიან რაღაცას, რომელსაც გაიგებს ცოტა. და მაგრა ფეხებზე მკიდია ეგ მოცემულობა და ეგ სტატისტიკა. ყველა გაიგებს. იმიტომ რაც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ არის ძალიან მარტივი. ესე ხო არაფერი ამას შერდეს. და მიმართავ იმას, ვინც თulis grand
აკადემიური სიტყვებით რომ ალაგებენ ახლანდელ ჭეშმარიტებას ფეხებზე მგიდია. ილაპარაკე ისეთი ენით რომ გაიგოს ყველა. მაგრამ შეუტია ხო? კაშალი კარგი. კაი. ეხა გვიტყვე მე მედდათო ვაპირებთ რომ გავუკეთოთ სემინარი ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ცნობიერების პრინციპები დავარქვით, ჩვენ ერთხელ გავუკეთეთ და გვინდა რომ გავიმეოროთ. აღწერაში იქნება ლინკი, რომელზეც გადახვალთ და დარეგისტრირდებით და დაანჩენ დეტალებს, მე უკვე ეტაპობრივად მოგაწვდით. ამიტომ დათო ველოდებით რას ელოდები კაცო? ადამიანებს სემინარზე. არ ველოდებით? არ ველოდები თავს, თვითონ არ ვიცი. კაი. ბლიც კითხვები მინდა შენთან. ბლიც კითხვები. მარტივად მიპასუხე და როგორც გაგეხარდა ესე მიპასუხე მოკლედ. სხეული უფრო ჭკვიანია თუ გონება? მეგონი თანაბრად სხეულს ყველაფერი ახსოვს. სხეული არქივია ჩვენი ცნობიერების. ყველაფერი ახსოვს, საოცარი ტიპი. ეგო რა არის ჩვენთვის? ეგო არის განცალკევებული არსებობის იდეა. ინდივიდუალური მე განცალკევებული არსებობის გზნობა რო ვარ ძალკე. ყველაზე დიდი ადამიანური ილუზია. ყველაზე დიდი ადამიანური ილუზია. დაჯერება იმისა რომ არ არის ულიმიტო. რა არის უფრო რთული, ფიქრის გაჩერება თუ საკუთარი თავის მოსმენა? რა არის უფრო რთული? ალბათ ფიქრის გაჩერება. რამე თუ საკუთარ თავს უსმენ, ფიქრი თავის გაჩერდება. ინტუიცია საცხოვრობს სხეულში თუ გონებაში? ცნობიერებაში, მისი პროდუქტი. ტკივილი ყოველთვის მასწავლებელია? გამონაკლისი კარი. რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის მდგომარეობა, როდესაც თავისუფალი ხარ საკუთარი გონებისგან. საკუთარი გონებისგან. კი, როდესაც შენზე არსებობს მდგომარეობა, რომელიც თავისუფალი ცნობიერების კონდიცია, როდესაც ცნობიერდება ყველაფერი. მე ძალისხმევა აღარ ჭირდება. სწორედ ეგ არის თავის უფლება. მედიტაცია გაქცევაა თუ დაბრუნება? მედიტაცია არის აწყოში ყოფნის კულმინაცია. აწყოში ყოფნის კულმინაცია. ანუ დაბრუნება იდეაში. ეხლა მაგაზე რომ მოვყვე, შეიძლება ვერ გავჩერდეთ. მიდი. ვერ გავჩერდეთ არა, მე ჩასე რა არის, მაგრამ მინდა რომ მოვყვე. დროს როგორ ვაფასებთ ჩვენ რა? წამი. წუთი. საათი. საათები. დღე. თვე. კვირა თვე. წელიწადი. და რაც უფრო დიდია დროის შეფასების ინდექსი, მით უფრო მცირეა აწყოში ყოფნის ძალა. და თუ კი აწყოში ხარ, რაც აწყოში ხარ განიცდება, წამს გახეთქავს. წამი რო გახეთქოს და განიცადოს წამზე უფრო პატარა მიკროწამი. მე კიდე უფრო პატარა და მოვიწყდა რა ქვია, 1 მილიონით წამს და მე ნანოწამი 1 მილიარდელ წამს. სრული ხეთქვა აწყოში ყოფნის კულმინაცია. სწორედ ეგ არის მედიტაცია. და შეიძლება რომ გაქცევის საგნასაც იქცეს? მედიტაცია? ვერ. მედიტაცია არის მდგომარეობა ის, რაც გაბრუნებს საკუთარ თავთან, პირველ წყაროსთან. გაჩნია მედიტაციას თუ არა? მედიტაციას თუ რამეს დაარქვე, გარედან არ ვიცი, მაგრამ თავისი არსით რახან ეს აწყოში ყოფნის კულმინაცია, ეს ვერ მოხდება თუ არ ხარ საკუთარ თავთან. და საკუთარ თავთან რო ხარ, ვერ იქნება ვერაფერი გაქცეული.
შიგნი იქნება ყველაფერი შიგნი იქნება განცდილი, ამიტომ ვერ გაიქცევს. რა კლავს ცნობიერებას ყველაზე მეტად? ცნობიერება თავისი არსით უკვდავია, ფიქრობ. ახშობს, არ ვიცი, მაშინ სხვა სიტყვა. არის შიგნი გაუცნობიერებელი კერა, რომელიც თვითდესტრუქციული და კლავს საკუთარ თავს, იმიტომ რომ მისეთი არის კერა, მასში არსებული მდგომარეობა, იმიტომ რომ ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც ჯერ ვერა ცნობიერებს თავის თავს, არ კმარა იმისთვის, რომ ეს გადაფაროს. სანამ ეს იქნება, ჩვენ ყოველთვის ვიზამთ ისეთ მოვლენებს, რომელიც ჩვენთვის ცხოვრებაში იქნება თვითმავნე, დესტრუქციული. რა აღვიძებს ადამიანს? გაღვიძებას ან დილით გაღვიძებას არ უგულისხმობ. გამოღვიძებას ასეც. ცნობიერების ინტერესი იმისა, რომ რაც ვიცი არის იმაზე ცოტა, რაც შეიძლება რომ გავიგო. ზუსტად. სიყვარული ცნობიერების ფორმაა? მისი ყვავილი. ყვავილი. მისი ყველაზე ლამაზი მდგომარეობა, სიყვარული ცნობიერების მდგომარეობა. უკიდეგანო, ულიმიტო, უმიზეზო. სიყვარული უცვლადია ჩემთვის გაუგებარი, როდესაც სიყვარულზე როგორც წარსულ ფორმაზე საუბრობენ. აბსოლუტურად. მიღმა მისგან ის ან სულ არის ან გონებაში დაბადებული ემოციური ერთობლიობა რაღაცის. უსასრულო, უმიზეზო, თავისთავადი თვითონ სულის გამოსახულება. რას ნიშნავს აქ და ახლა რეალურად? აი ეს რომ განიცადო, აწყო და რასაც უფრო მეტად განიცდი, ხდება წამის გახლიჩვა. სულ ხარ. მეტიც რა არის რომ სულ ხარ. რომ სულიყავი და ახლაც ხარ და სულ ახლა. და რეალურად მედიტაცია არ არის 20 წუთიდან 1.5 საათი. ანუ ეხლაც ჩემთვის პირადად ეს ჩვენი საუბარი მთლიანად მედიტაცია იყო. ო მედიტაცია ხო არც გონება ხო ყოფს ეხლა ვიმედიტირებ ეხლა არა ხო? კი, ზუსტად. რას იმედიტირებ? აი, რას იმედიტირებ? რას მედიტირებ? ხო, ან მე რატო კითხე, იცი გაქცევადაც რეალურად აი ეგ არის რა, ანუ 1.5 საათი როზი ხარ და მედიტირებ, ეგ არ არის მედიტაცია. მე ეხლა ესე ვფიქრობ, შეიძლება მე სხვანაირად ვიფიქრებ. უბრალოდ მთელი მუღამი მდგომარეობს იმაში, რომ ეგ მედიტაცია უნდა წამოვიდეს აქაც. 1.5 საათი რა ეს ხარი ხო? ჩარჩოა? ანუ აქ ვიმედიტირებ და აქ მთავრდება. შეგიძლია აწყო იყოს სულ. ზუსტად. და განიცადო სულ და თუ 1.5 საათი შემოდის საათიც დღე კვირა და რას ვაკეთებ ამით რა რომ ისე 1.5 საათი ვიქნები და დანარჩენი ისე არ ვიქნებ. ამიტომ განაკარგი არ არის, კარგია 1.5 საათი დაწყება. მე ხარ გარღვიო საზღვარი ხარ 1.5 საათის იქით. კედელი აღარ არის 1.5 საათის იქით და აქეთ უკან წარსულში. ანუ აქ დაიწყო და კი არა სულ იყო და სულ ხარ ერთად. კი. ეხლა შედეგი თუ არის ყველაზე ცხოვრების ყველაზე რთული ასანა. ასანა. ანუ ხომ მიხსი რა ფორმულირება? ასანა. ცხოვრების. ყველაზე რთული ასანა არის უტვინო თავი. ძალიან საშინელება არის და სხვარს მტრადამგელი არ აყავს, ხშირად თავისი თავია. არაერთოდ შემარავინ. რა ვუყოთ რა ესეთი არის. ადამიანი. ესეთი არის. იგი ბევრი სისულელე ტრიალებს რა და სისულელებს ქნით მე და ხანახა გაჩერდე ვაი მე ღმერთო შემოიტყვი ვაი რა ვაკეთე სადა ვარ ვიტყოდი ხარ სიტყვას გიძი შენ კი რა არის სულიერი ზრდის ყველაზე დიდი საფრთხე
სულიერის დის ყველაზე დიდი საფრთხე გულწრფელობა. სულიერზე და არ განისაზღვრება რომელიმე კონკრეტულად არსებული სწავლების მიკერძოებულ მოცემულობად, რომ სულიერება არის მაგალითად რელიგიების პრეროგატივა ან რაიმე სწავლებების პრეროგატივა. ცნობიერება ანუ სული ამას განიცდის ყველგან და ყველაფერში. ამიტომ ხოდაშორის ხო გამაკრიტიკეს კლასიკურმა იოგის მიმდევრებმა, რომ ოდესაც ვთქვი, რომ ყველა ცნობიერებას იკვლევს ისიც კი, ვინც ახლა ღამის კლუბშია, ისიც კი, ვინც ახლა აშრამშია, ისიც კი, ვინც ახლა ბაზარში ყიდულობს ყველს, ისიც კი, ვინც ზის სადღაც მინდორში და მედიტირებს. განა არის რამე წერტილი ამ ქვეყანაზე, რომელიც ახლა საკუთარი თავის შემეცნებით არ არის დაკავებული. არ იქნება ასეთი ვინმე. თუ რამე და ამ ფორმას თუ როგორ კავდება ეს ინდივიდი საკუთარი თავის შემეცნებით არ აქვს ლიმიტი. ანუ შენ აი ბიოლოგიურ რობოტებს რო ძახიან, მაგას აუქმებ? მიგეც გზა. მაგრამ მაგ ბიოლოგიური რობოტი თავისი შემეცნებით არ არის დაკავებული? როგორ არ არის? უბრალოდ ცხოვრობს. მე რა დამბრულ ცხოვრებაში ერთხელ მოხდება ნაპირის წყალიდან ახავს რომ ბიორობოტი იყო. ხო, ერთხელ მოხდება. ხო და ეს მაგრამ 40 წელი არ ხდება. 40 წელი რა არის რა? არაფერი, ისე ვიძახი ხასაკს რა. არაფერი არ არის, ნახე. საერთოდ არაფერი არ არის, მაგი თუ დროში როდის მოხდება. ხო, ზოგი ესეანათებს ახლა ზოგი ისე. მაგრამ შენ ამ უფრო უიჭველი მოხდება. გამორიცხულია რომ არ. ანუ არ მოხდება ისე რომ არ მოხდეს? ეს სიკვდილი რა არის? ფიზიკური სიკვდილი. ფიზიკური სიკვდილი. რა მოხდა? ის რაც მისი ცნობიერებას ის უარ კვდება მე. ხო, ან მეგონები ამ სხეულში. ამას ხო არ აქვს მნიშვნელობა. ხო. მაგრამ ამ გადმოსახედიდან შენ როდის გაცნობიერებ საკუთარ თავს რაიმესთვის აქვს მნიშვნელობა? მაშინ ეგ არის. ეს მე ჩემ ტვინს ეჩქარება, რომ აქ გავაცნობია, რომ მალე გავაცნობია. უდადეკი და გაცნობიერი. თუ ეხა გინდა. კაი, ადამიანი როდესაც არის ყოველდღე ცოცხალი. როდესაც არის აწყოსში კულმინაციურად. რა არის ნამდვილი იოგა მაქსიმუმ 3 სიტყვით? ყველაფერი არის ნამდვილი იოგა. და ერთი პრაქტიკა, რომელიც შენი აზრით ყოველს სჭირდება. თვალი გაახილი. საწოლი ალაგ. და მოგვი. თვალი გაახილი. ნე და ბოლოს უსუბოლო ტრადიციული კითხვა, რომელსაც ყველას თუმარს ვეკითხებ, მაგრამ შენ ამ კითხვაზე დაიწყე მთლიანი ეპიზოდი დედიაში ეს კითხვა არის, რომ თუ შენ თავს წარმოვიდგენდი ისე რომ არ ახსენო შენი სახელი, გვარი, პროფესია, წარმომავლობა, ჰობი, ასე შემდეგ, რას მეტყოდი, როგორ გამეცნობოდი? აი მე ხართა. გაგეცნობოდი რომ ჩემი კაი თავში არ მოდის არაფერი. სიგიჟე ხარ. კაი არ მოგდის? ნუ კაი სიტყვა არაფერი არ მოდის. რა ვიცი. შემეძლო მარტივად გამბიკო. ყოველთვის იდომანთ. მეორე ვიწურ დავეხალე. არ ვიცი რა გითხრა. ცნობიერება არ არის შენი პასუხი? არის რა. მაგრამ ეხა ის ამოვიდა პირდაპირ. აი ესეთი რა. უცბად წავედი რომ რაც შეიძლება შევფასო ჩემი ეს გავლილი ცხოვრება. როგორიც იყო. გეტყოდი რომ სულელი ყოფილვარ. სულელი ყოფილვარ. უკლებ სიმართლე ეს არის ხო? გეტყოდი რომ სულელი ყოფილვარ. როგორ ვერ ხედავდი თურმე. ჭობდა დამენახა. და ეხაც როგორც ხედავ, სადღაც ვიტყვი, რომ ყოფილვარ სულელი. თუმცა ეხლა სულელად თავს არ ვთვლი. აქ და ახლა. იე. და ჩემი დათო არის, ჩემი დათო. მადლობა დათო, მე ზუსტად ვიცოდი რომ გავითიშებოდი, რამდენი ხანი ავწერთ ამ ვიცი, მაგრამ ვაფშე ვეღარ შევამჩნევდი ვერაფერს, უბრალოდ მივხვდი რომ მოვიდნენ და უნდა ჩაწერონ და მაგიტო ვამთავრებ.
მაყურებელსაც მადლობა რომ ამდენი ხანი ჩვენთან ერთად იყავით და ცოდის მაყურე პოდკასტი გამოიწეროთ თუ ჯერ კიდე გამოწერილი არა აქვთ. და თუ დაგაინტერესებთ სემინარი, როგორც გითხარით, ლინკი არის აღწერაში, გადადით, ნახეთ და დარეგისტრირდით. მადლობა. მადლობა კონც.